საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. ხო და ეს კი სხვა ის გვაქვს სეგმენტი, მაგრამ მე ლამაზი მაკიაჟი მაქვს დღეს, რომელიც ანუ იდეაში არაფერს არ გეგმავდი და დივანზე უნდა დივანზე უნდა მჯდარიყავე ჩემი მოტეხილი ფეხიდან გამომდინარე და გადავწყვიტე რომ კვირა იყო და დიდი ხანია თან ძალიან დიდი ხანი არ მიქნია და მეთქი თავს გავიხალისებ თქო და მე ამასობაში მეგობრებმა სახშიც დამპატიჟეს წაღება მოტანის სერვისით და სამი კვირა სახლიდან არ გავსულვარ. ანუ ძალიან სახიფათო სეტაპი მაქვს ახლა იმისთვის რომ ჩემმა კატებმა აგირბინონ. ძალიან გთხოვთ. ისე ტრავმირებული ხალი ვარ. ხო და ძალიან სახალხო დღე გამოდიგა, იმიტომ რომ ვისთანაც მივდიოდი. ეს არის მაინდა-მაინც დღეს და მაინდა-მაინც ჩემი მსვლაზე ლიფტი არ მუშაობდა. და მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. ხო და გამოძახებული ყავდათ ხელოსანი. და იდეაში მალე უნდა მისულიყო და ვიფიქრეთ, რომ სანამ ჩვენ გავალთ და მივალთ, ხელოსანიც მოსული იქნება და იქაც დავაბირჟავებ ცოტა ხანი ეზოში. მანქანაში ვიჯდები და გააკეთებენ იმას თქო, რა ქვია, ლიფტს თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად, რა თქმა უნდა, ეს საქართველოა, ბეიბე. გავიჭედე ახლა? განვიჭედე? ხო, მაგრამ შენთან თუ იწერდა, ოკეი. არ ვიცი, კი იწერს ხოლმე ასეთ. შენც ჭედები და არ ვიცი ჩემი ინტერნეტის ბრალია თუ შენი ინტერნეტის. საბა დავკარგე. სანამ hotspot-ს ვაკეთებდი. ან Wi-Fi-ზე ვიჯექი და იმაზე გადავედი, რა ქვია. ხო, ესე იგი შენი ბრალი იყო, ხო. მეც გადავერთე მაინც hotspot-ზე, რა ვიცი, ყოველ შემთხვევისთვის იყოს. არის საშუალება და მე შეგეტყვი გარეთ გავდივარ და ვიყენებ ახლა ტელეფონს. ხო და მოკლედ მაინდა-მაინც ჩემს არ ყოფნაში კი არა დრაშუაშია იქ ცოტა ანუ გვიანია ახლა ამას რო ვწერთ ჩემთვის და დღეს ენერგიას დავხარჯე. ხო და მაინდა-მაინც მე რომ მივდიოდი ეს ლიფტი არ მუშაობდა და რომ მივედით ისა რა ქვია აღმოჩნდა რომ მოსულებიც კი არ იყვნენ. შეკეთების დაწყებაც კი არა და მოკლედ ვიდექით ეზოში ვიფიქრეთ რა გვექნა როგორ გვექნა და გადავწყვიტეთ რომ გვეცადა რომ მე ანუ რაღაცა ეტაპობრივად დავსულიყავი ამ მეშვიდე სართულზე ანუ ან ჩემი ხან ჩემით და ხან ხალხის დახმარებით და რაღაცა იქნება პრინციპი. ანუ ეს მას შემდეგ არის რაც როგორც წინა ეპიზოდში მოყევი ბარბისთან ჯერ ასკინკილით რომ ახვედი მაგის მერე კიდე თავგადასავალი გადაწყვიტე? კი, იმიტომ რომ უკვე მაშინ პირველი დღე იყო ამ მისი ყავარჯნების და არ მქონდა დამუღამებული და ეხლა მინიმუმ ჩემი შესაძლებლობების კარგად შეფასება შემიძლია, როდის მეძრევა და დახმარება მჭირდება. და ამიტომ მაგ მხრივ უფრო თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ სიარულში თავდაჯერებული არ ვიყავი. ხო და? ასაგები. ხო და მოკლედ დავიწყე რამდენიმე ეს რაღაცა რა ქვია ქართულად მაგას არც ვიცი. სართული კი არა, სართულებს შორის რა ეს ავიარე. მე გზად მივხვდი რომ უკვე მე ძალიან დავიღალე და ნუ ძალიან დიდი შესვენებებით უნდა მევლო. ან ფაქტიურად მოკლედ ამ ყავარჯენზე ცალი ფეხით ხტუნვა არის როგორც ჩვეულებრივი workout-ი რა, ანუ და ხო ისვენებ ყველა workout-ს შორის და ეს არის მიყოლებით ამუშავებ ამ ფეხს და შეუძლებელია, ანუ ძალიან კაი ფიზიკური მომზადებაც ანუ არაფერთან კავშირი არ არის, ფიზიკური მომზადებასთან არ არის მოკლედ პირდაპირ კორელაციაში, რომ უკეთესად ფიზიკურად მომზადებული შეიძლება ცოტა უფრო მეტ დიდხანს გაძლო, მაგრამ მაინც დაგეღლება ეს ფეხი. ხო და თან არ ეგეთ ცუდ იმაში რა ქვია ფიზიკურ მდგომარეობაში არ ვარ ახლა ადამიანმა რო თქვას. ხო და მე უბრალოდ მინდოდა რა
თლაჩები თავი არის რაღაც ფეხმოტეხილი უმოძრაო couch potato-ც არ ვარ. ჩემ თავსაც ვაგულიანებ ამით რომ შევახსენე რომ ეგ ეგრე არ არის. ხო და მოკლედ რაღაც შუა გზაში ამიტაცეს და ოქროს ტახტის პრინციპით ესე ბოდიში და ტრაქში ამომიდეს ხელები და ესე ამომიტანეს ტორტივით. რამდენი, რავი, 5 სართული. რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს და მათ თავდადებას, რომ ჩემთან კონტაქტი ესე ძალიან უნდოდათ, რომ 5 სართული მატარეს. მაგრამ ყველაზე კაი რა არის, რომ უკან რო ბრუნდებოდით, ის ჯერ კიდე არ იყო გაკეთებული ეს ლიფტი. რაღაცა შუალედში გაკეთდა, ერთი ამოსვლა რაღაც კურიერი გამოვიძახეთ რაღაცა და ამოვიდა და უკან რომ მიდიოდით ისე გაფუჭებული იყო და მე უკან ჩასვლაც იგივე იმითი პრინციპით მოხდა და ძალიან რაღაცნაირი bonding experience იყო ეს ყველაფერი. აი ესეთი ხალისიანი დღე გავატარე. მაგრამ სახლიდან გასვლა თურმე ძალიან კაი ყოფილა. Very good. ძალიან მიხარია. ხო, ესეთი სიახლეები. სხვა ჩემ ფეხზე რა შემიძლია რომ ვთქვა? რავი, არის რა. ისე თავი ცხოვრობით ცხოვრობს, რაღაცა ხდება და ვცდილობთ რომ კოჰაბიტირდეთ და რაღაცებში ვადაპტირდი რა, უკვე რაღაცები დამოღამებული მაქვს ყველგან სკამები, სადღაც მუხლს დავდებ, სადღაც ჩამოვჯდები, სადღაც თან ეს ან პატარა ბინა ხელს უწყობს მაგ იმას მობილობას. დღეს სალათიც კი გავიკეთე სამზარეულოში, ესეთი მარტივი. Okay. სხვა შორის ის რაღაცა viral სტაფილოს სალათი რო არის ეგ TikTok-ზე არის მოდებული. შეიძლება სხვა რამე არის viral ჩემთან სხვა. ან TikTok-ზე მოდებული ის არის ესე სტაფილოს იმად საფხეკი კი არა და რითიც სათლელი რო არის, ანუ სათლელი თხლად ესე ზოლებად ჭრი და მაგას კვაზავ. და რაღაცა ვარიაციები. მოკლედ it's fresh and nice. და რაღაცა მომიდა და მოკლედ. მაგას ამომიგდებს ალბათ ეხა მეც reels ინა ვიდეოში ძროხის ჩლიქები ვახსენე შენ და რამდენიმე ამომიგდო ლინკში. ალბათ ექსტაფიუს მარკ გაუგზავნე საბას სტაფილოს სალათის რეცეპტი. ხო და ეს სხვა ისეთი არაფერი. შენ როგორ ხარ? ძიდი ხანია არ გვისაუბრე ამ ფორმატში. რავი, კარგად ვარ. ეხა ცოტა ცხელა ეს ბოლო იერა და ეს რამდენიმე დღე გვაქვს heatwave advisory რო ძალიან დიდი სიცხეები დააჭერს და ოღონდ აი დაიჭერს რა ერთნო ყველასაც ეხა ყველაზე დაბალი ტემპერატურა მომდევნო 72 საათში იქნება 28 გრადუსი. ხო და ძალიან ჩახუთულობა არის მაგრას არასწორებს. აგვისტოში ეხა 34 გრადუსი არის, მე ფარენჰეიტზე არ გადავდივარ პრინციპულად, იმიტომ რომ ეგ უნდა მეკითხა, ეხა რომ ფარენჰეიტში იცი რამდენია თქო? ანუ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რა. 80-იანებში არის ეხა თუ 90-იანებში არის მოკლედ გადასული რა, მაგრამ მე ჩემი აღქმები მაინც ეს ბოლო 8 წელი შენარჩუნებული მაქვს ცელსიუსზე. ხო და 34 გრადუსი არის ეხა ხო და შარშან აგვისტოში გქონდა 38-39-იანი heatwave ერთკვირიანი. ხო და იყო საშინელება. ხო და ეხა ეს 3 დღე თუ 4 დღე არის ისეთი არაფერი და მე საკაიფოდ ჩადის ქვემოთ ისე 23-21 გრადუსზე რა. აუ მაგ ბრძოლებში ვარ. მაგაზე ეხა ფიქრობდი რომ რაღაც ეტაპზე მახსოვს რომ მაქვს მოძიებული რატო არის სხვა მეტრიკის სისტემები ამერიკაში, მაგრამ არ მახსოვს და მე გამახსენდა იმის SNL-ის ერთ-ერთი სკეჩი თუ გაქვს ნანახი ბოლოს აი ხელა სეზონის იყო მე მგონი წლევანდელი იყო მაგ იმაზე რომ founding fathers როგორ შეიკრიბნენ და
როგორ იმაშებოდნენ, რომ აყალიბებდნენ ამ მეტრიკ სისტემას, რომ არა, რაღაცა თითის სიგრძის ნომით გავზომავთ რა იმებს რაღაც ტერიტორიებს და რაღაცები და მოკლედ ესე არაფერი არ მახსოვს, რომ punchline-ი მოგიყვე და რამით გაგაცინო, მაგრამ უბრალოდ თუ ნახავთ და მარკ გაუგზავნეს ვიდეო საბას SNL-ის მეტრიკ სისტემის სასაცილო ვიდეოა. ხო და აქ ცოტა ის რა ქვია, ხანდახან შეგვხვდება ხოლმე მაგალითად აი Coca-Cola 2 ლიტრიანი არის და არა გალონი ნახევრიანი რა. ეგრეც არის ხოლმე მაგალითად რაღაცეები. სადმე თურქეთშია ჩამოსხული ალბათ და მან შემოაქვთ ტარიკი. რა ადრე მეც დრო დავინტერესდი და მე აღარ დამაინტერესა იმან თუ რატო არის ამერიკაში იმპერიალ სისტემა, იმიტომ რომ არის ხა და რა გავაკეთო. ხო, აი რაღაცა ისეთი area რომ ანუ არ ვიცი ვინმე იქნებ ასევე ჩვენმა მსმენელმა თუ იცის რამე საინტერესო ფაქტი რატომ არის აი ისეთი რომ აი მოусმე და ვა და არა უბრალოდ ის რომ რავი ესე აუდგათ და გააკეთეს გამოგვიგზავნეთ ვოისი ხო და ადრე სცადეს როგორც ვიცი 20-იან წლებში შეცვლა რომელიღაც შტატებში და აი ზოგან არ გამოვიდა თუ გამოვიდა ვერ გამოვიდა და მე გადაწყვიტეს რომ აღარ იქნება და კაროჩე რაღაცა ის უაზრობები მოკლედ ამერიკელობას გვართმევენო ალბათ პროტესტი არ არის გამორიცხული საერთოდ არ არის გამორიცხული ხო და ნუ მოკლედ ეგეთი ისა რა ქვია აღარ დავინტერესებულა რომ მაგით ერთი ეს ვიცი რომ მაშინ აი რო წავიკითხე თავის დროზე იქ რაღაც ინფორმაცია რომელიც იმდენად უმნიშვნელო აღმოჩნდა რომ აღარც მახსოვს დამახსოვრდა ის რომ ხანდახან შეიძლება Coca-Cola იყოს 2 ლიტრიანი და რაღაცა სასმელი იყოს ლიტრიანი და მე გალონი მოდის მაგის მერე და აი ესე მიქსი სხვადასხვა პროდუქტზე ესეთი მიქსი აქვს რა ამ ზომების და ოკეი ჯანდაბას თქვენი თავი რა გავუკეთე. მე მახსოვს ვინაიდან ცხობა მიყვარს და პერიოდები მაქვს ხოლმე რომ რაღაც აქტიურად რაღაცებს ვაცხობ და ადრე სანამ ჩვენთანაც იქნებოდა მაღაზიებში ეს cup სისტემის საზომები აი მაგით ერთადერთი რითიც ვიყავ ხოლმე დაკავებული მაგის გადაყვანით რეცეპტები ყველაფერი რაღაც ამერიკული კაფებში იყო ხოლმე და გრამებში გადამყავდა და ეხლა უკვე არის ანუ ჩვეულებრივ საზომი ისინი იყიდება და მაქვს და საკმაოდ დავისვენე მაგ მთელი ტვინის ბურღვით რომ გადაყვანაში არ არა გადმოყვანაში მოკლედ აღარ ხარჯავ დროს და პირდაპირ იმ საზომებს ვიღებ ჭიქებს ხო ეგ საზომი რაღაცეები კარგი არის იმიტომ რომ მე ზოგადად ისედაც რაღაცა ყოველთვის მიჭირდა რომ თვალით გამეზომა 100 გრამი რამდენი არის მეც საერთოდ ეს მაგით აღქმა არ მქონია რა ხო და ეხა ეგ ხო დამუღამებული არ მქონდა და მით უმეტეს ეხა უნციებს ნამდვილად ვერ დავამუღამებდი აქ და მაგალითად სამსახურში რომ მიწევს ხოლმე რაღაც როცა მე ვარ სამზარეულოში და მე მიწევს კუქინგი აი ისე dobrად ვაკეთებ ხოლმე პორციებს იმიტომ რომ სამი უცია იქნება თუ 7 არა განსხვავება არ არის ჩემთვის და მე რო ვარ ხოლმე კაი ჯიგრული პროპორციები გადის ხოლმე სამზარეულოდან რა მაგისტრალ კაი ქართული პორციები რა ისე ეგ ძალიან ის არის ხოლმე აუ ეხ გამახსენდა ის იყო მაგალითად ბოდი ჩვენი ჰაუსკიპინგი მარტო იმ დროს უკვე თავს საჭმელს როცა მე ვარ აი მაშინ იმიტომ რომ ჩვენი შეფი ვინც არის და მენეჯერი ის მუშაობს ხოლმე კვირის დღეებში იმაში რა სამზარეულოში და ის აძლევს იმას რა აი რომ კორპორატიული არის საზღვრული მაგ პორციებს აძლევს და მე აი კარტოფილი რომ უნდა ხოლმე ზედ ყველით და რაღაცით აი ვატან ხოლმე ყურძ საუსეს და მარტო მე რო ვარ მაგნევიში ჩავედი კაპიტალიზმის ტერი საბაშიგნიდან ანგრევს იმას რა ქვია ციხეს ხო მაგაზე
იმას აი მართლა ვიღაცა რომ შეუკვეთავს ხოლმე side potatoes რა და ღირს $2 ეს side potato და რო გამოაქვს ხოლმე ეს პორცია მიტანა ისე ცოტა სტებს ხოლმე რა ხო და რაღაცაებთან ეგეთი ის მაქვს რომ იმასე ვიკენდებზე რომ უფრო მეტი ხალხი მოდის თან ეგეთი ის მაქვს რომ ამათმა იციან რომ მე კარგად ვაპურებ ხოლმე რა და ჩემი არ არის რომ პადრონს ჭამე ხო და მაგაზე გამახსენდა ქართულ პორციებზე ეს რა ქვია ბარბი მიყვებოდა რომ ვიღაც თავის თანამშრომლებს მოკლედ ძალიან დიდხანს რაღაც ქართულ საჭმელებზე და რაღაცაზე რო ელაპარაკებოდა და როგორც იქნა ამათ გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ ქართულ რესტორანში და ანუ ხო ხვდები ხა ბარბი როგორ აუხსნიდა რომ რა უნდა შეუკვეთონ და როგორ და რანაირად და მაგაში ძალიან გავართ ერთმანეთს რომ აი პირდაპირ დაგიწერ რა არის მე როგორ ჭამო და ინსტრუქციას დაგიხატავ რომ ხინკლიდან როგორ მოხრება ხო და მოკლედ ჩაასხა მთელი ის ჭერმეტყველება რომ აეხსნა რა როგორ გაეკეთებინათ და ესე წასულან და ანუ share კი არ გააკეთეს ყველაფრის ამ დიდი პორციების. თითო კაცმა თითო რაღაცა შეუკვეთა თავისთვის და არ გააზიარეს და ვიღაცამ რაღაც ანუ ვიღაცას შქმერული შეხვდა და ნუ და ვაფშე სხვა ლეველია და ვიღაცამ სოკო კეცზე ჭამა და თქვა რომ ძალიან მოეწონა და ფორმე ძალიან ნერვე მოშლილი იყო რა სოკო კეცზე რანაირად ოკეი შო ანუ სუპრაკი არ გაშალეს ეს ხო კი, ანუ იმიტომ რომ ინდივიდუალური პორციები იყო, ანუ ეს ქართული პონტი ვერ მიხვდნენ არა და გაფრთხილებული ყავდა ადამიანს და ნათქვამი და შეგარგმოტყნულო რო გეუბნები და იქიდან რო ვარ და რო გეუბნები როგორ რო ჭამე რა ისე როგორც მე გეუბნები რა რატომ მიშინერებს და თან მართლა ანუ სოკოკე ანუ from all the things სოკოკეც ანუ მიხვდეთ რომ ძალიან დიდ პატივს სემდა თან ვიქს პატარა სულგუნიც თუ აქ და ჰაი ჰოი და იქ მე წვენით ძალიან კაია შოთის პურიჟო ჩააწო კეცის იმაში სოკოკეც ეხა staple ქართული კულინარიის ის არ არის მაგითი არავინ არ იწყებს და არა იმაშება რა ქვია თან შამპინიონი ეხა რომელი ბაბუა ჩვენები შამპინიონის ჭამით მოკვდნენ ხო და რაღაცა უფრო ისაა რა თანამედროვე აპეტაიზერი ქართულ სტილში ხო და სად ეხა შქმერულიც ეხა თანამედროვე არის უფრო და რაღაცა მე-20 საუკუნეში გაკეთებულ, მაგრამ ქართულ ყაიდაზეა რა და ქართული ინგრედიენტები და სულ სხვა ვაიბი აქვს. სოკო ჩაშუშულიც ეგეც არის რა, ქართული გემი. ხო, ის სოკოკეცე ძალიან ნეიტრალური რა. ხო, ანუ შეკამაზულიც კი არ არის, უბრალოდ ანუ სოკოკეცეს არანაირი distinguishment-ი არ აქვს იმაში, რომ აი თქვა რა მნიშვნელობა აქვს ფრანგულ რესტორანში შეჭამდა თუ ის კეცი ახლა თან ისეთი თემაა რა, რავი, თიხა ყველას ქონდა. ხო და მოკლედ აბსოლუტურად მეთანხმები ძალიან შეშფოთებული ვიყავით ორივე, რომ აი რატომ რო გეუბნები ადამიანი დამიჭერ. ეგეთი ამბავი იყო. კი ბატონო. უცხოეთში ქართულ პორციებზე ხა გამახსენდა ვინმე თუ გვისმენს ამერიკიდან და ნიუ ჯერსიში არის კაი ქართული პორციები ნიუ ჯერსის იმაში რა ქვია რესტორნებში. ნიუ-იორკში ვინც ცხოვრობს ისინი არ გადადიან ხოლმე ნიუ ჯერსი როგორც წესი და თან ხო თან ზემოდან უყურებენ რა და მშივრები არიან. წელიწად ნახევარი ვიცხოვრე ნიუ-ჯერსიში და ძალიან მაგარი შტატი არის, მაგრად მევასება და საჭმლის პონჩი არის ძალიან მაგარი. აი, მართლა კაი ჯიგრული ქართული პორციებია, მაგარი იაფია. იქვე იმაზე რა ქვია, ჰადსონს გადმოკვეთავ თუ არა, ეგრევე აი ნიუ-იორკს გადაყურებ, იქ შეგიძლიათ დაждდეს ამ რესტორანში, რომელთაც უყურებ მანჰეტენს და ძალიან იაფად, კარგად ჯიგრულად გაძოვ. და იქ კიდე არის ისე რა გორდონ რამზის პორციები არის ნიუ-იორკში და ღირს საშინელი ფასები. აჰა. გასათვალისწინებელი ამბავი, კარგი პორციები. და თუ უფრო ღრმად შეხვალთ კიდე ნიუ-ჯერსიში, იქ ვაფშე თემები არის რა. ვინმე ისეთი მასპინძელო, ვინმე სულ დაუძახე კიდე სახთან.
ფათეშორის კი არის ქართული რესტორანი არის, რომელიც ძალიან პოპულარული არის არა ქართველებშიც მათ შორის, იმიტომ რომ ისეთ უბანში არის, რომ მაინც და მაინც ბევრი ქართველი არ ცხოვრობს და ამიტომ ეგეთ პოსტსაბჭოთა ხალხზე არ არის ძირითადად გათვლილი რა, როგორც ვთქვათ, ბრუკლინში არის. აი მანჰეტენზე არის კიდე ეგეთი, რომელიც universal კლიენტურით არის და მეორე ეგ არის რა, shoti bread house-ი ქვია. მე მგონი მაგათთან ვიყიდე ძალიან კაი შოთის პურები, მონატრებული მქონა შოთის პურები და კაი ჯიგულად გაოძიძგნე. მაგას TikTok-ზე მიგდებს ვიღაცა ტიპს, რომელიც ხშირად ეგ ქართული რესტორანიდან წერს ხოლმე და აი ვერა ჯიგრულად ჭამენ და cheese boat და ჩააწობენ და რაღაცა სიამაყით ვივსები, რომ აი ადამიანმა appreciation-ი სოკოკეთზე კი არ შეუკვეთა appreciation-ი ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია რომ TikTok-ერია და ესე უნდა გასინჯოს, მაგრამ თან ეტყობა, რომ სიამოვნებით ჭამს. რომელი რესტორანი იყო და არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ნიუ-იორკში არის თუ არ ვწდები. ხო და მოკლედ არის ძალიან არა, კარგად დაფასებული არის ქართული სამზარეულო ნიუ-იორკში. რა არ გაქვს ახლა გენაცვალე დასაფასებელი უგემრიელესი და ყველი როცა არის, მაშინ რა ქვია თან. ყველი ყველას უყვარს. კი ბატონო. ჩემ ფონზე უნდა ველაპარაკო, რომელიც სპეციალურად ძალით შევქმენ იქიდან გამომდინარე, დღეს ის სეტაპი არ მაქვს, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე, რომელიც ასევე ახლა გადასარევი არ არის, მაგრამ ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ფეხაწეული ვწერ ყველაფერს. ეს წიგნი რატომღაც ანუ აქამდე წელიწად ნახევარზე ვარ, მაგრამ არა, იმიტომ რომ ცუდი წიგნია, უბრალოდ რაღაცა ვერ ვკითხულობ თუ მხოლოდ რეზორტებზე შემიძლია წიგნების კითხვა. მაგრამ გამახსენდა მოკლედ ეს წიგნი და ძალიან ეს არის. ამიტომ ფონად დავიდე თან რაღაცა ერთ უხდებოდა და შეიძლება შენც გაგისწორდეს Mike Shuris წიგნი არის Good Places კრეატორის. ხო და კი, ხო და Good Place იმიტომ ახსენე. კი. ხო და Good Place იმიტომ ახსენე რომ მოკლედ ეს წიგნი დაწერა მას შემდეგ რაც Good Places-თვის research-ს რო აკეთებდა და ფილოსოფიას სწავლობდა. მოკლედ ცოტა ის არის Philosophy for Dummies ამბავშია და How to be Perfect ქვია. და თავისი რაღაც იუმორული კომენტარებით აქვს თანამედროვე ცხოვრებისეული და თავისი მაგალითებით სხვადასხვა ფილოსოფიური იმისი მიმდინარეობებში გაანალიზებული ეს რაღაც მოვლენები და ძალიან სახალისო არის. თან ცოტა ADHD წიგნია, იმიტომ რომ თან კითხულობ, მაგრამ ძალიან ბევრი ისა აქვს ხოლმე სკოლიოსავი თქვევით თავისი კომენტარებით და ის ანუ შეიძლება ნახევარი გვერდი წიგნი იყოს. პლოტი და ნახევარი გვერდი მთელი სკოლიო, სადაც ხუმრობები აქვს ჩატენილი. ძალიან დახუნძლულია, მოკლედ ძალიან ეს არის. კარგი წასაკითხია, თან ცხოვრებაზეც დაგაფიქრებთ და იმაზე რამდენად კარგი, როგორ უნდა იყოს უკეთესი ადამიანი. მოკლედ აი ეს მორალის კითხვები რა, რაც Good Place-ში არის ზოგადად, მაგის რაღაცა მონარჩენი, ნამცეცობა არის ეს წიგნი. ხო და თან აქ გამოვდე, რომ არ ვიცი, უბრალოდ იცოდეთ, რომ კითხვაც ვიცი. ხო და რაღაცები იყო, რაც ჩავინიშნე, რომ შენთან ველაპარაკა. ოკეი, მე მაქვს რაღაცა თემა, რომელიც მინდა რომ შემოვაგდო და მე შენ მითხარი, რომ თუ იპოვი თემებს. ხო, მე მოკლედ ეს თემებად არ მაქვს, მაგრამ რაღაცები არის, რაც აღმოვაჩინე უბრალოდ და სადმე უნდა მეთქვა და აი ჩვენ ფორმატში რო ჯდება. აი ხა რო ეს არის, რა ქვია, ანუ ამ double screen-ზე რო არის სულ ლაპარაკი, რომ აი ყურადღების დეფიციტი გვაქვს და თან იმას უყურებ და თან ტელეფონში ვარ და თან რაღაცა. ბოლო პერიოდში ხა დივანზე ჯდომისგან დავაკვირდი მაგას, რომ ანუ ეს ADHD-ის მომენტები, რომელიც ნუ ეხლა მაინც ADHD არ არის აუცილებელი რომ გქონდეს, მაგრამ არ ვიცი ADD რაც არის მოკლედ რა ეს double ყურადღების გადანაწილება და რაღაცა. ეგ ანუ სულ არსებობს, მოკლედ აი ისეთი რაღაცები, რასაც ტექნოლოგიების მოსვლას აბრალებენ, სინამდვილეში მანამდეც არსებობდა სხვა უფრო ნაკლებად განვითარებული ტექნოლოგიების შემთხვევაში და რასთან მაქვს ახლა პარალელი გავლებული, რომ ტელევიზორში რო პულტზე გავთავებლად ვაკლიკებდით, გახსოვს ეგ
თემა. ანუ აი გაუთავე 2 წამზე მეტი რო არაფერს არ უყურებდი და შეიძლებოდა რაღაც 1 საათი მჯდარიყავი და გეწკაპნა. მე წელზე წასულიყავი. ანუ აი ეგ ხო არისო იმაზე ჯანსაღი ვიდრე რავი ფილმს და პარალელურად Facebook-ზე რო პოსტავ. ანუ ერთნაირად ყურადღების ის არის რა. შესაბამისად ტექნოლოგიის განვითარებას არ მოუტანია ეგ ზოგადად შეიძლება ტექნოლოგიამ და აი ამ არაბუნებრივმა ესე რო ვთქვათ მდგომარეობებმა რა. ტელევიზორიც თანამედროვე ტექნოლოგია არის, მას და მით უმეტეს პულტიანი, იმიტომ რომ ეხა ის არა, კი. ტელევიზორზე ხო არ იქნებოდა ვინმე ეგრე. აი ქსოვაზე თუ აღმოაჩენ ეგეთ ფაქტს, მე შეიძლება რომ რაღაცა კაი. ჩავხურეთ ეს და მაგრამ ზოგადად მოკლედ იმის თქვა მინდა რომ თლად recent 2000-იანების თემა არ არის რა. ანუ მანამდე აი ვიღაცა შვილდის არის მსროლელი ტიპი რომელიც ხან ერთ ბუმბულიანს ისროდა და ხან 2 ბუმბულიანს რაღაც ეგეთ პონჩი. ეგ სხვა ამბავია, უფრო შეიძლება გართობაზე გავაკეთე, ანუ უფრო თავისუფალ დროს რაღაცის კეთებაზე, თორე საქმეს რო აკეთებ და კონცენტრირდები ხა ეგ სხვა თემა არის. აი მაგალითად ვიღაცა გლეხი რომელიც და მობეზრდა მუშაობა მინდორში არაფერი ტექნოლოგიები არ არსებობს, იმიტომ რომ მე-18 საუკუნეა და გავიდა ტბაზე და ბრტყელ ქვებს ისვრის და ასრიალებს გაუჩერებლი. ხო. ეგ არის არა, ხო და ნახე, მე იმას კი არ გეუბნები, რომ ტექნოლოგიებმა არ მოიტანა ეგ მეთქი. მე იმას ვიძახი, რომ ახალმა აი ეხლანდელი ბოლო 10-15 წლის თემა არ არის თქო. ოკეი. მე ვამბობ, რომ იქნება უფრო მეტიც არის. ხო. ეგ მაგაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ რთული მოსაძებნია მანდ, მაგრამ ანუ აი მაგალითად ჯალალედინმა რო 100,000 კაცს თავი დააჭრა, იქნება ეგ იყო მაგისი პულტის გადართვა ან სკროლვა. კი, შეიძლება. მაგრამ მე მგონი ერთი 10 წელია მაგ თემაზე არ მიხუმრია და თუ გახსოვს ძალიან ხშირად ხუმრობდი ხოლმე. მაგრამ იცი რა არის? შეიძლება თავის მოჭრა კი არა, სხვადასხვა ხერხებით რო დაეჭრა, ეგ შეიძლება უფრო ის ADD-ის თემა ყოფილიყო. იმიტომ რომ თავის მოჭრა მაინც ერთი, ანუ იქ პულტის გადართვით ის არის, რომ ერთი და იგივე channel-ზე კი არ თავ სულ სხვადასხვა რაღაცა გხდება. მაგრამ შეიძლება ეს იქიდან, ანუ სულ ერთნაირ ადამიანებს ხო არ ჩეხავდა ესე იქ ხო. მოკლედ, შეიძლება ეგ იყოს ეგ მაგალითი. კაი, ეს თემა დავხურეთ და არა, პულტის გადართვა არ მგონია რომ ანუ მარტო ის იყო, ქართული პონტი იყო, არ მგონია. არა. მაგრამ აი ის ხო შეიძლება. კაი. მეორე რაც აღმოვაჩინე და ძალიან შოკში ვიყავი და ანუ ჯერ წინა თემაზე ხო ვინმე თუ იმას იზამთ რამე ანალოგიას იპოვით დაგვიკომენტარეთ ანუ ისეთ გამოვაგზავნეთ ანალოგიურ თემაზე რომ რაღაცა ჯალალედინზე უფრო ადრეულ პერიოდში თუ გახდება რამე ქვის ხანის პერიოდში ჰეიდი კლუმის ქმარი იცი ვინ არის? ჯერ არ იყო. ეხლა ძალიან კაი გქონდა ჰეიდი კლუმი ვაფშე ვინ არის ეგ რომ მკითხო. მაგრამ ალბათ იცი. აი მე მგონი ვიცი ხო. ხო, მოდელი რო არის. მე მგონი ან გერმანელი ან ავსტრიელია. გონი გერმანელი. ძალიან შოკში ვიყავი. ანუ საიდან მივედი ოღონ მაგ რისერჩამდე აღარ მახსოვს, მაგრამ ტოკიო ჰოტელის ყუპები რო იყვნენ, გერმანელი ძმები, ერთი გეია მე მგონი და მეორე არა. Straight-ი ძმა არის ჰეიდი კლუმის ეხლანდელი ქმარი. ანუ what crossover is that? ან საიდან? თან ჯერ ის იყო რომ ეს ტოკიო ჰოტელის ტიპები აღარ მეგონა რომ გაიზარდნენ, ანუ სულ მეგონა რომ იმ ასაკში არიან ჩარჩენილი, როცა აღმოჩნდა. გახსოვს ხო ეგ ბენდი
რაღაც emo metal. არის სახელი მახსოვს, მაგრამ როგორ ბენდი არ მახსოვს. ხო, რაღაც emo metal რაღაც ანუ ისე cool one of those. ხო, ანუ ჩვენ მახსოვს ეგ პერიოდი. ხო, ანუ მე რო მეტალისტობდი, ტოკიო ჰოტელი კაი პონტი არ იყო ჩემთვის რა, იმიტომ რომ მე უკვე დიდი ვიყავი და რაღაცა dim burgers რო ვსმენდი, ეგ ისეთი ის იყო. ხო. მაგრამ მოკლედ წარმატებული ბენდი იყო, ეს ტყუპები იყვნენ მე გაიზარდნენ, მე მეგონი გერმანულ ვოისის ერთნის იყო რომელიღაცა ჯაჯი ხო ჟიური ხო ჟიული და ანუ ასაკით პატარა მასზე მაგრამ ნუ ისეთ პატარა არ არის ანუ პედოფილიაში არ გადის ჰეიდი კლუმის საქციელი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჰეიდი კლუმი და ეს ტოკიო ჰოტელის ბიჭი რო თან ცოლქმანვის კი არა რომ დეითიშმე ან ცოლქმარი არიან blew my mind. Okay, ხო, მაგაზე ვაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ეხა ძალიან რენდომლი გამახსენდა, რომ ეგეთი ქორწინების ამბავი თავის დროზე მე გამიკვირდა ჯგუფი ტატუ ხო გახსოვს? კი. ხო და მაგითი შავგურემანი გოგო ცოლად გაყვა ქართველ ქურდს. ვაიმე, რა კაი ამბავია. აუ ეგენი ვაშა ძალიან fucked up თელი ისტორია მაგ ბენდიც არ არის დუო რაღაცა ის ერთმა სიმღერაც არიცოდა მეორე მღეროდა მოკლედ ანუ სრულად პიარი იყო მთელი ეგისა თუმცა ის სიმღერები თესლობა იყო კი მე დრეიდე ძალიან მევასება და გოიად გას production-ი, იმიტომ რომ ეგ მეგონი მაქს ფაძეების თუ ვიღაცა რო იყო მაგისი იყო და ეგ თესლი ამერიკელი პროდიუსერი იყო. ანუ იქაური ფარელი იყო, რუსი ფარელი. თუ ვინ უფრო არ ვიცი, მოკლედ one of those. ხო, იგი ამერიკულ MTV-ზე დაატრიალებდნენ მაგათ. ან რუსულ. ხო, თან, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგ პერიოდში მოკლედ ლაპარაკი იყო, რომ მაგ ბენდის მუღამი ეგ იყო, რომ international პონჩი გასულყენ, იმიტომ რომ ეგ სიმღერები არა, ანუ ინგლისურადაც მღეროდნენ და მოკლედ ერთ-ერთი პირველი ბენდი იყო, რომელიც ხო ეგრე გაიჩნდა რაღაც მაშინ რა ქვია, დასავლეთში. და მუსიკალურად ანუ კაი production-ი იყო რა, ანუ კარგად ნამუშევარი იყო, უბრალოდ ის იყო, რომ არაფერზე არ იყო დაფუძნებული, ანუ ერთმა სიმღერა არიცოდა და თან ეს ლესბი პონტი დადგმული იყო რა თქმა უნდა. თორე სხვა მხრივ ანუ დანარჩენი ავთენტურობა რომ მოყოლოდა ამ ყველაფერს უფრო თვითმყოფადი და გრძელვადიანი და რაღაც ანუ სხვა სტანტს იქით წავიდოდა ეს ყველაფერი და ეხა უბრალოდ რაღაცა glimpse in history არის. როგორი სიღრმეებში შევეხე ღმერთო. აი როგორ დამეტყო რომ ორი ფურცელი წავიკითხე გუშინ ამ ციგნიდან. თან შუიდან რომელიც მანამდე რა წავიკითხე აღარ მახსოვს მაგრამ უკან ხარ დაუბრუნდებოდი და გავაგზელე და ის არის კაი კიდე ერთი რაზეც მინდოდა მელაპარაკა და იკვეთება ერთ-ერთ თემაზე რაზეც ვფიქრობდით რომ განგვერცო მაგრამ მოდი ჯერ შენ თქვი და მე იმიტომ რომ მე უკვე ბევრი რაღაცები ვახსენე Okay, მე უბრალოდ ფიქრობდი იმაზე, რომ ქართული კონტენტი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არის რა ინტერნეტში მაკლია რა, და ფიქრობდი რას ნახავდი ქართულ კონტენტს და ორი რაღაცა მოვიფიქრე თემა, რომელიც ძალიან გამისტორდებოდა და ჩემი აზრით პირველი ძალიან წარმატებული იქნებოდა, მაგალითად ის, რომ თბილისი ან ზოგადად საქართველო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში თბილისის ტურები რო გააკეთოს ვიღაცამ არა ტურისტების მოსაზიდას, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც წლებია არ ყოფილვართ თბილისში და ვინც რაღაცა როგორიც გვახსოვს, ის რო გვაჩვენა, იმიტომ რომ ჩემი უბანი მაგალითად რო ვნახე, როგორ ქონდათ გაკეთებული პირველად რო ნახე ფოტო ვერ ვიცანი სანამ ფონზე არ დავინახე პირიმზე რა და მთელი ბავშვობა მაგ ქუჩაზე მაგ ნაბიჯავები ათონელზე და ვერ ვიცანი რომ ეგ ქუჩა იყო ხო და მაგ პონჩი ვფიქრობდი რომ ეს რა ხდება განვითარდა ქვეყანა არ ვიცი რითი არის ხალხი უკმაყოფილო მე
ხო და კიდე ბევრი რამე არის შეცვლილი, რა თქმა უნდა, ხო და მაგაზე ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ რომ გააკეთოს, იყო ერთი სხვათა შორის იმაზე იყო. Instagram-ზე იყო Everyday Tbilisi, იყო მე მგონი ეგეთი აკაუნტი და აღარდებს ის რა. ძალიან randomly სადღაც დიდუბეში რაღაცა ჩიხია გზაჯვარედინი კუნტან შუქრიშანი ქონა გადაღებული სადღაც დიღომში რაღაცა და ეგ პონტები რაღაცნაირად დასწორებდა ხო და ვიღაცამ რომ გააკეთოს ეგეთი თბილისი ემიგრანტებისთვის რაღაცა ეგეთი პონტი რომ შოთა სიხარულიძე ატვირთა ააშენათ და არსა შოთა სიხარულიძე მოახტა გორგასალთან ის ანუ ეგ რო გააძროს ვიღაცამ და ანუ ის მუღამი რო იყოს მთლიანად იმ პონტზე რომ თქვა მემო მიიღოს და შემაიმაყურებელს და ხო პროგრესი არა ზოგადად უნახო პროსტა რა ხდება ქალაქში რა ეგ პონტი ინტერესებს რომ გაიაროს გამო აი აქ ეს ფასები მაჩვენოს ანუ დღემდე I cannot get over it რომ 70 თეთრი ღირდა ღინკალი რო წამოვედი და 3 ლარი ღირს ეხა თუ რაღაცა ანუ აი იმენა ვერ დავგეთოვერდი მაგ ფაქტზე. ხო და ანუ 10 ტექნიკალი რომ 7 ლარი ღირდა და ეხლა 30. ანუ შენ გინდა რომ ვიღაცამ შენ მაგივრად იცხოვროს საქართველოში. მახოდ მაინტერესებს კაროჩე ეგეთი პონტები ხო იმიტომ ეს ტურისტები და ვიღაცები რომ დადიან მაგათ უყურებ ხოლმე ხანდახან რა და ანუ არ არის საინტერესო იმიტომ რომ ისინი აღფრთოვანებულები არიან მხალით და ნიგუზიანი ბადრიჯანით და ეგ არ მაინტერესებს. გინდა რეალური. ზაღლებმა და მანახეთ რომლებიც ნაგვის ურნებთან ყრიან რა ეგეთი პონტებიც არის ხოლმე იქ, მაგრამ უფრო თბილისურ პონტში რა. ოკეი. რაღაცა ეგეთ კონტექსტი კი არის მაგაში რაღაც. მაგაზე ერთი რაც გამახსენდა, ანუ თავიდან მეგონა რომ სხვა რაღაცა სხვა კონცეფცია ამბობდი და პირველი რა თქმა უნდა ზურა გამახსენდა ბალანჩივაძე, რომელიც ამ ვირტუალურ ტურებს არა, მაგრამ მოკლედ ყვება ქალაქის ისტორიაზე ძალიან კარგად რა, ანუ არ ვიცი რამდენად ადევნებ მის იმებს რა ქვია. ძალიან კარგად აქვს გაკეთებული და ეს ძველ ფოტოებსაც აჩვენებს, ოღონდ ის უკვე ძალიან ისტორიულს, ანუ შენაზეც ამბობ ეს contemporary everyday Tbilisi life ეგრე არა, ანუ უბრალოდ ის რომ აი რაღაცა როგორ გამოიყო ბარათაშვილის ხიდის ადგილას, როგორი ხიდი იყო და ეხა როგორ არის და მე როდის ააშენეს და აი ეგეთ რაღაცები და ძალიან ბევრი მოკლედ ეს ფოტოები და კონტენტი და არქივი აქვს და სხვათა ჩვენ ანუ ესეთი კულტურული cultural awareness-ის კვირები გვაქვს კორპორატიულად რა გლობალურად კომპანიაში და მან თბილისზე მოგვიყვა ზურამ და ანუ ვირტუალურადაც ვქონდა იმას დავესწარი სამწუხაროდ ლაივში ვერ დავესწარი და მე რეფერში მოვიტეხე შეიძლება მაგიტო იყო რომ უნდა წამსულიყავი და ზურას ტურზე მომესწრო და მაგ ყველაფერს ყვება რა სად როგორანაირად გამოიყურებოდა მაგრამ ნუ ეგ უფრო ის არის მაინც ისტორიულ კულტურული და სხვა კონტექსტი მაგრამ ნუ ზურას ძალიან კაი აკაუნტი აქვს მაგ მხრივ საინტერესო არის უბრალოდ ძალიან ისეთი ძველი და იქნებ მაგრამ ზურას ვაიფში არ ჯდება ეგ ვიღაცა უფრო სხვა ის გვინდა ვიღაც ვიღაც თუ ფიქრობს რამე ესეთი კონტენტის გაკეთებაზე რომელიც თან უცხოეთშიც ბევრი ხალხი უყურებს მე მგონია რომ ბევრი ადამიანი თუ ცალია რომ იბოდიალოს ქალაქში სულ რო იყოს და რაღაცა კომენტარები რომ გააკეთოს რა რომ აი ეხლა აი მაგ პონტში რა ვიცი ვაიმე შენ უნდა გამოგიგზავნო ვიდეო რომელიც შომ გამომიგზავნა ანუ მაგრამ შოს აქვს სპეციფიურესი სპეციფიური იმერის გზნობა კი არა კონტენტის ძალიან სპეციფიური თვალი და აღქმა აქვს რომელიც აღფრთოვანებული ვარ შემიყვარ ხარ აქედან გეტყვი და მიზიარებს ხოლმე და ერთ-ერთი ვიდეო არის რომელიც ანუ მე მგონი იმას სხვა მეგობარმა ჩაუგდო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემამდე შოუს განმოვიდა და ვაფასებ რომ მან დააფასა რომ მე დავაფასებდი ამას მოკლედ არის ტიპი რომელიც ძალიან დიდი ხანი ემიგრირდა ამერიკაში იმაში სადღაც ოქროს უბნელი იყო მე მგონი თან მე მგონი ეთნიკურად სომეხი აი ზუსტად სტანდარტული ოქროს უბნელი თბილისელი კაცი იყო თან მე მგონი
მუსიკოსი იყო, მოკლედ რა მშობა. დიდი ხნის ემიგრირებული, მაგრამ 20 წელი თუ მეტი არ იყო ნამყოფი თუ 30 თბილისში და ამ ტიპს აქვს ვლოგები, როგორ ჩამოდის. აი ზუსტად ეგრე walk-through-ებით ამ თავის ძველ იმაში მიდის რა ქვია იმას უბანში ეს რაღაც იტალიური ეზოა იქ ვიღაცებს ნახულობს ვინც ჯერ კიდე ცოცხლები არიან ამათ ელაპარაკება ვიღაცებს მოიკითხავს და ანუ 30 წუთიანი ვიდეოები არის უბრალოდ ამ ტიპის აი ეს სიარული ქალაქში და ვიღაცებთან ლაპარაკი და მოკითხვა რა ის как там баба Валя და რაღაც ანუ რუსულად ლაპარაკობენ ძირითადად ყველანი და ну ქართულადაც საუბრობს ეს კაცი ჩვეულებრივ მაგრამ თან ძალიან სასაცილოა ინგლისურ სიტყვებს რო ურევს, აი ძალიან საყვარლად. და მოკლედ კითხულობენ და აი იქ რო იყვნენ, იქ ისა რა ქვია, დედა და შვილი, აი ისინი გადავიდნენ ხო და რაღაც აი და უბრალოდ არის 30 წუთიანი თუ მეტი და საათიანი ვიდეოები. და თან ეს ცოლთან ერთად არის ჩამოსული. ეს ცოლი ყაზახია თუ უზბეკი რაღაცა ეგეთ შუაზია ეგ ჩემი გეოგრაფია ენა ძალიან ცუდი როა რაღაცნაირად მინდოდა რომ ბრჭყვიანი გამოვჩენილიყავი და უარესი გამოვაკეთე ხო და მოკლედ ეს და ეს ცოლი უღებს რა ძალიან დიდი კომიტმენტი არის რაღაც ის არის რა ქვია მეორე ცოლია თუ რაღაცა და შვილთან მოკლედ აი ძალიან კოლორიტულად ოღონდ ძალიან სპეციფიური არის. აი, ყველა ვერ დაამოღავს, ვიფიქრებ, რომ აი რას, მაგრამ აი შენს გაგისწორდება, მე მგონი მაგას. ოკეი, ჩამო. რო უყურო. ხო და იმედია შო არ დამძრახავს, რომ გავაბაზრე, არ მგონია რომ he cares about it. ხო და მოიცა, ქართულ კონტენტზე იყო, სხვათა შორის ეს ჩემი შემდეგი დაკვირვება, რომელიც დღეს უკვე ველაპარაკე ამ ჩემ მეგობრებსაც ამ თემაზე და იქ აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ასევე უყურებდა ამ შოუს რომელიც ახლა ხანს ანუ დიდი ხანია ვიცი ამ შოუზე უბრალოდ ეხლა დავიწყო ყურება და საუბრობდით ამაზე და მეთქი ეს პოდკასტში უნდა თქვა ანუ ისედაც ვაპირებდი მეხსენებინა მაგრამ მე იქ კარგად ჩამოვაყალიბე რისი თქმა მინდოდა ხო და მოკლედ Taskmaster-ი რო არის ბრიტანული შოუ თუ გაქვს ნანახი ან გაგიგია არა ხო, მოკლედ, ეხლა გეტყვი რაზე არის. ძალიან სპეციფიურად კატის ბეწვიან კონგონ პირში. გაგიკვირდებათ, რა მოულოდნელია. მოკლედ, სპეციფიურად ბრიტანულია და მე მგონია რომ სხვაგან არსად ეგრე არ იმუშავებს, მაგრამ აი, მოზე ვფიქრობდი რომ საქართველოს რეალობაში რა არის ის ქიშმიში ქართული იუმორის რაზეც აი შეიძლება თქვა რომ აი კვინტესენციურად ქართული შოუ არის რა იმიტომ რომ აი ამ შოუს რო უყურებ ძალიან კვინტესენციურ ქართულად სწორად ვამბობ მე მგონი კი არ ვიცი კვინტესენციურად ბრიტანულია ეს შოუ ეხლა რაში არის კონცეფტი რა არის მე მგონი 5 კომიკოსი მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივეები არიან, წამყვანი არის, რომელსაც Taskmaster-ი ქვია და ასისტენტი ყავს. და ამ თითო სერიაში რაღაც ისინია 3 ტასკია, რომელსაც აძლევს ამ კომიკოსებს და უნდა შეასრულონ. და პრემისი ანუ ესე რომ მოყვები, არაფერი სასაცილო მასში არ არის. და იდეაში პროცესშიც ანუ არ უნდა იყოს არაფერი სასაცილო, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს სპეციფიური ბრიტანული რაღაცა არის და ეს თვითონ კომიკოსების ბრიტანელები არიან, აძლევს აი ამ ეშხს და სასაცილოობას. ტასკები არის აი როგორ იცი რაღაც მაგალითად აიღე და ეხ დავიწყე სუსუ პირველი სეზონიდან რა რომელიც 10 წლის წინ რაღაც გამოვიდა და ანუ არ არის ძალიან ისეთი არა მოძველებული ხო და მაგალითად ესეთი ტასკი იყო ანუ ესე ოთახში რაღაცა სახლია რა თან რომელშიც ვითარდება ეს ტასკები ანუ პროსტა ესე სადღაც რაღაცას არაკეთებენ ანუ სახლია როგორც ჩანს ერთიანად ნაქირავებია თუ არ ვიცი მოიც არის და ამ სახლში ვითარდება ეს ისინი რაღაც ტასკები ამ სახლის ირგვლივ არის რა ან ეზოში ან შიგნით ან რაღაც მაგრამ ერთ-ერთ ოთახში მაგალითად შედიან ეს ოთახი მთლიანად ესე ის არის რა ქვია ცელოფნებით მასკელელი მაგიდაც დევს საზამთრო და ეუბნებიან რომ ერთ წუთში რა უნდა შეჭამო რაც შეიძლება ბევრი საზამთრო
და ანუ საზამთრო მთლიანი დევს რა. ანუ და გახეთქონ ეს საზამთრო ჭამონ. ხო და ესე რომ მოყვები ხა რა სასაცილო ესაა, ხო? მაგრამ სასაცილოა რაში არის? ჯერ ანუ რეებს აკეთებენ ესენი რომ ეს საზამთროები გახეთქონ როგორ მოიფიქრებენ იქ ვიღაცა მოიფიქრებს რომ სამზარეულოში გავიდეს ამ სახლის დანა მოიტანოს ვიღაცა პირდაპირ ახეთქებს ზირიდან ჭამს და რაღაცები და მერე ანუ სტუდიაში სხედან და ეს ფუთიჯი გადის ამ მთელი ქაოსის და თითოეულთან ეს ტასკმასტერი ვინც ან წამყვანი არის და ვინც იდეაში ამ ტასკებს აძლევს ესე რომ ვთქვათ ეკითხება რა კითხვებს უსვამს და ამას აკომენტარებენ და დანარჩენებიც აკომენტარებენ და მოკლედ ბენტერი არის ამათ შორის ეს ბრიტანული თან შრალი და ძალიან ისეთი ხო ცხარტი და მაგისგან არის აი უსასაცილოესი მთელი ეს პროცესი. იმიტომ რომ აი ეს personality-ები რო არიან და რაღაც მაგალითად ის იყო რაღაც ეს ტასკი იყო რომ 55 პირველ ვინ და ჰაი-ფაივებს პირველი 55 წლის ადამიანს და ესე მოლში დადიოდნენ. და თქვენ 55 წლის ხარ და მე ანუ ეს ინტერაქცია და რაღაც აი იმპროვის ისა აქვს რა იდეაში ვაიბი, მაგრამ აი ამერიკული იმპროვი კიდე სხვანაირი არის და ამას აქვს აი სხვანაირი ბრიტანული ელფერი, რომელიც აძლევს ამ პეწს. და იმაზე ვფიქრობდი, რომ ანუ არც ერთ სხვა ქვეყანაში მე მგონი რომ ეგრე არ იმუშავებდა ეგ შოვა. აი რომ უყურო რაღაცები YouTube-ზე ძდევს. ეგრევე მიხვდები what I mean. და სხვა არ იმუშავებს მე მგონი რა სხვაგან ეგ. ხო, არის ეგეთი შოუები, რომლებიც არ მუშაობს სხვაგან, კი. აი ქართულად რამდენიმე ჯექეს იცადეს და არ გამოვიდა არც ერთი. ხო და აი მე მაგაზე ვფიქრობდი რომ აი რა არის ქართული გარდა მართლა ისევ და ისევ აი იმას რო დაუბრუნდეთ რაღაც იმას რა ქვია სიყვარული ყველას უნდას და იმას იმერულ ესკიზებს და ეგეთ ფილმებს რომელიც რამდენი წელი გავიდა ალბათ 50 ხო მაგათ გამოსuls მერე ანუ რა არის ეგ გარდა რაღაცა კუთხური კილო იუმორის რომელიც ასევე ძალიან ხარისხიანად დიდი ხანი არ მინახავს რომ გაკეთებული იყოს. და მაგ ქიშმიშზე ვფიქრობდი და იკვეთება ისევ აი იმაზე გახსოვს რომ ლაპარაკობდით რომ ქართული იუმორის და მოვაო ჩვენამდეო და მოვიდა რა თქმა უნდა ეხლა რომ ვიდა შენ რომ ვილაპარაკეთ აუცილებლად აქ თემამდე მივალთ. ხო და აი ვერ იმას ვქენი რაღაცნაირად ისიც კი არა რომ ბევრიც არ მიფიქრია მაგრამ ვერც კი მივაგენი იმ გზას საითაც ვიფიქრო. რა არის ეგეთი ქართული? ხო, აი რაზე ვიტყვით, რომ აი ბრიტანულ იუმორზე როგორც კი, აი ბრიტანულ იუმორს რო გიხსენებ, ეგრევე ხო გახსენდება რაღაცა. მე მგონია რომ ეგეთი შეიძლება იყოს რადიო 105. ხო. ეხლა რო თქვი მეც ეგრევე ეგ ვიფიქრე. იმიტომ რომ მან მარტო თბილისურიც არის ხო ანუ კუთხური იუმორიც იყო და მაგათმა თან აიღეს და კავენს და სკეჩ კომედის შორის ზღვარი ხო წაშალეს და მერე ეს ქართული იყო მთლიანად ეს არტები და მოკლედ ძალიან მაგარი პროდუქტი იყო რა ანუ მაგარი essential ის იყო რა ქვია ხო მაგის მერე ვინც წამოვიდა იუმორისტები მე გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ჩვენ ვიყავით ისინი რომლებმაც აი 105-ის კავენში და კავენის თემები ვაფშე სხვაგან წაიღო რა ჩემი აზრით და შუაში იყო ღამიშოუ სტუდია მაინც აქ ერთი წამი ჩიტს გულისხმობ ალბათ და მანამდე ხო ნიჩიტის მიუხედავად იმისა, რომ იდეაში თითქოს ონიონის ადაპტაცია იყო, ანუ ონიონის ის ფორმატი არის იდეაში რა. რომ რაღაც fake news-ი. მაგრამ quintessential ქართული თქო მაგას არ ვიტყვი მაგაზე რა. ხო. მაგრამ აი ეგეთი monumental და universal ქართული და quintessential ქართული მგონი რომ რადიო 105 იყო ხო მაგრამ ეხა აი რაზე ვფიქრობდი იცი რომ მაგის მერე ანუ მარტო ეგ არის და მაგას განვითარება არ მოყოლია ანუ ისე რომ ხო ხტები აი
იყოს როგორც ან მაგალითად როგორც არის ჰოლივუდში ვიცით რა არის stand-up comedy როგორ მუშაობს და ეგ ეს რა არის რაღაც ბრიტანეთში ვიცით სიტკომები როგორია და როგორ მუშაობს ბრიტანული იუმორი ვიცით აი ერთიანი დიდი როგორც მოვლენა რა არ გვაქვს არა ხო ეგ მაგაში მართალი ხარ იმიტომ რომ მანამდე იდეაში რუსებს აქვთ კავეინი ხო კავეინად რომელიც მაგრა გაბანძდა ეხა ვეღარც უყურებ აი ერთი ალბათ 15 წელიწადია არ მიყურებ მე ძალიან დიდხანი არაფერი ძალიან გაბანძდა ძალიან მაგრამ ადრე ვუყურებდი ხოლმე სხვათა შორის აი ბოლო ჩემი საყვარელი გუნდი რომელიც გამოდიოდა იყო ეგეთი კეფირ რომელსაც მე ვუყურე რაღაცა სკეჩებს რომლებიც მომწონდა და მაგას აღარ გამისწორდა საერთოდ აღარ მოვეჩვენა სათაცილოდ მაგრამ მაშინ ძალიან სათაციო იყო ჩემთვის ხო და მაგათ რაც გრეჯუეტები ვინც იყვნენ კავეინის მაგათ წაიღეს და გააკეთეს კომედი კლუბი და ენტეზე რაც იყო ყველაფერი რაც ვითარდებოდა და გოგიჩამსა და იდეაში ეგეთი რაღაცის გაკეთება რა მაგრამ საბოლოო ჯამში გაეშვა სამწუხაროდ იმიტომ რომ ბიზნესში მეტი ფული იშოვება იმიტომ რომ აი პრინციპში აი გამის შოუ რაც გააკეთა რომელიც სუფთა ამერიკული იყო იმიტომ რომ მაგან წამოიღო გამის შოუ წამოიღო SNL-ი წამოიღო Whose Line Is It-ი წამოიღო და Friends-ი წამოიღო რა მოიცა Whose Line Is It იყო ქართული რამე? კი იყო და ძალიან კარგი იყო სხვათა შორის იმიტომ რომ გოჩა თანდარაშვილი იყო ერთ-ერთი თანამონაწილე კი არა მონაწილე და გოჩას აქ ძალიან მაგარი იმპროვი უმორი და მაგრად ასწორებდა და თან ჰქონდათ იმპონჩი კარგი რომ ყოველ კვირას ახალი სტუმარი ყავდათ რა და შესაბამისად იმაზე მორგებული აი ფრეში უმორი ჰქონდა თან და ორ სეზონში დახურეს სამწუხაროდ ალბათ ნუ ეგ ამუღამვა ხალხმა მაგრად მისწორდებოდა ხო და ალბათ ამერიკულმა იუმორისტულმა კულტურამ ჩაყლაპა რა უფრო ქართული იუმორის კულტურა რა იცი რა მე მგონი რუსულმაც იმიტომ რომ ოღონდ ჩაყლაპა კონცეფტის დონეზე და არა შინაარსის დონეზე რა იმიტომ რომ დაჟე კონცეფტ შინაარსი ბევრი კარგი ქართული იუმორისტული პროდუქტი არის და ახალი ისინიც რა ქვია სტენდაპერებიც ძალიან კარგები არიან აი მაგალითად ონისე უნდა ვახსენო რომელიც ძალიან მომწონს ონისე ერთ-ერთი ძალიან მაგარი რეინჯი აქვს რა ანუ ხანდახან ისეთ ადრე აკეთებდნენ იმპროვის ის ქონდათ ხოლმე 5 თუ 7 ისწრებდნენ და რომ ლაპარაკობდნენ ხოლმე ონისე ძალიან აი საიდან რაც ისეთ რაღაცას გამოაძრობდა ხოლმე რომ ჩემი ფავორიტები არიან. სხვაგან იყვნენ ტოპიკის ამბავში და ეს ძალიან სხვაგან აკავშირებდა ხოლმე მაგას და მაგპონჩი ძალიან ნიჭიერი. ჩემი ფავორიტები არიან ონისე და ანა სიხარულიძე. ანა არის ერთ-ერთი ყველაზე ანუ ზა კომიკოსი არის. ანუ აი ჩვენ რომ მაგის სფერო ანუ კონდეს და მაკედან რამის შოვნის საშუალება იყოს პროსტა ანუ ელემენტარულად საცხოვრებელ დონეზე ანუ აი იმაზე არა ელაპარაკი რომ რაღაცა სტადიონებს ხურავდა და ის იყო რა ქვია რავი შაპელი ხო ანუ ანა არის რავი ანუ უკვე მზა ჩვეულებრივად ძალიან შემდგარი თავის voice-ი რასაც ქვია რომ ნაპოვნი აქვს აი და ინტელექტუალური თან ესეთ მშრალი delivery აქვს მოკლედ აი ძალიან ასწორებს ამიტომ აი მე ანა და ონისე ძალიან მიყვარს მე ვიხვეწები ხოლმე აი ვიღაცა რომ მეტყვის რომ რაღაც stand-up-ზე გავდივარ იქით კვირაში ან ხანდახან ესეთზე ეხლა 2 საათში stand-up-ზე გავდივარ და რაღაცა და ყოველთვის ვეუბნები რომ ვიდეო გადაიღეთ და ვერ გადავაღებინე ვიდეო ვერ გადავაღებინე ქართველ კომიკებს მართლა ეხა გვარს და სახელს არ დავასახელებ ერთი იყო ერთი კვირის წინ გასული და მეორეს ვისაც უნდა ჩაეწერა ვიდეო იმას ტელეფონი დაუჯდა ხო ოკეი ხო და არ ვიცი რა
ამ ონლაინ პრეზენსზე არ მუშაობენ თითქოს რა, ანუ სტენდაპ თბილისში აკეთებდა ამ კლიპებს და რაღაცებს, მაგრამ короче დამოუკიდებლად რო ქნას თვითონ ემან, ხო? ხო, ყველ რავი ხა ამას ძალიან დიდი ბოდიში ჩემი თავი უნდა ასე ვთქვათ შემოვატანაურო აქ, მაგრამ სულ რაღაც 10 ჯერა ვარ გამოსული სტენდაპ სცენაზე. მაგრამ აი ერთი წესი რასაც მივსდევდი ხოლმე მაგას იყო რომ ყველა გამოსვლა გადაღებული მაქვს, რომელიც იმედია ვერავინ ნახავს, მაგრამ ყველა გამოსვლა გადაღებული მაქვს საერთოდ, აი ოდესმე თუ დავდგარ ვარ სადმე სტენდაპ სცენაზე, ყველაფერი გადაღებული მაქვს. ხო და ვიხვეწები ხოლმე რომ გადაიღონ და რაღაც მომენტში ამ რაღაც გადაცემები და ფორმატი რო გააკეთეს, ეგ მაგეების გადაღება დაიწყეს და ეგ ძალიან კარგი იყო. ყველას უყურებდი, არც ერთი არ გამიმაზია საერთოდ. მაგრამ აი ინდივიდუალურად სადღაც რო გამოდიან რამე ივენტზე იყო, აი ვიღაცები გამოიყვანეს რაღაცა ორგანიზაციების ივენტებზე დაპატიჟეს, ანუ ვიღაცა შეიძლება ბანკეტზე დაპატიჟონ. აი მაგას არ იღებენ ხოლმე სამწუხაროდ, იმიტომ რომ მაქედან შეიძლება თელი სეტი არ ვარგოდეს რაღაც მომენტში გაბომბო რა სეტი, მაგრამ ერთი კლიპი ამოჭრა, რომლითაც კარგ ხუმრობას გამო. ეხა ანუ ეხა ერთი დაკვირვება რომ თუ ვინმე გვისმენს სტენდაპერი გთხოვთ რომ ჩაიწერეთ ვიდეოები, გთხოვთ რომ ჩაიწერეთ ვიდეოები. და ეხა ანუ ერთი დაკვირვება ის რომ ანუ ესე passionately ჯერ არაფერზე და ანუ ესე მიუხედავად იმისა რომ ანუ ის უემოციო მოსაუბრე არ ხარ, მაგრამ ჩემზე მშვიდი ხარ, აი ესე passionately ჯერ მე არ მახსოვს რომ ესე გელაპარაკოს, აი ცოტა დაჟე სახელმწიფო გაწითალდე, რომ ჩაწერეთ ვიდეოები თქვენი. მაგრამ ხო, იმიტომ რომ მე ზოგადად ჩემ თავს რომ პროფესიულად ვთვლი რომ ვარ იუმორისტი რა, ანუ რომ მეკითხებიან რომ აი ვინ ხარ რომ შემეკითხო, ვიტყვი რომ იუმორისტი ვარ. და შესაბამისად ძალიან გულშემატკივრობ ქართული იუმორის განვითარებას და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეგეთი მაგარი რესურსი არსებობს. როგორც ის ადამიანები ვინც ჩამოთვალეთ და ვინც ვერ ჩამოთვალეთ, ისეთი კიდე ცალკე რა. ანუ ხო და ამიტომ მინდა რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ეგ პონტი რა. კი, მან კიდე ნინი კოცარე. აი, ეგეთი პატარა რაღაცეები. ლეკიშვილი, თუ ლეკიშვილი. აი, მართლა შესაშური კრაუდები იჩითება ხოლმე ქართულ ოპენ მაიკებზე. აქ ქართულ ოპენ მაიკებზე როგორი კრაუდები იჩითება ხოლმე, აქ ეგეთი კრაუდი არ არის იმაზე რა ქვია აგენტის მიერ გაკეთებულ შოუ-კეისებზე მართლა. აქ როგორი თემა იყო შოუ-კეისი არის. Open mic-ი აქ გამოდიხარ ცარიელ დარბაში, მარტო სხვა ორი კომიკი გიზის, რომელიც არ გისმეს, იმიტომ რომ თავის ჯოუკებზე ფიქრობს. შემდეგი ეტაპი არის შოუ-კეისი, სადაც რას გეუნები, აიცი, შოუ-კეისის მომწყობი აგენტი, რომ 4 კაცი უნდა მიიყვანო, რომელიც მინიმუმ 2 კოქტეილს იყიდის იმ ბარში, სადაც არის რა. ანუ იმენა გეხვეწე, ანუ ძალიან უნდა მიათრიო ხალხი. და მაგის ფუფუნება არის, რომ ეგ კრაუდები იჩითება. და ჩემი აზრით უფრო უკეთ უნდა გამოიყენონ ეგ რა. და უფრო მეტი ონლაინ პრეზენსი თუ შეიძლება. ხო, ანუ ხვდები რა სწავლობ, მაგრამ ანუ ეხა კი არ უპირისპირდები შენს მოსაზრებას, მაგრამ რაღაც angle მინდა რომ მივცე. ხო, ერთი ისა რომ მანდ გეთანხმები რომ ქართული ეს community-ს თემა და ის რომ 4 მეგობარს ანუ ხვალვე შემიძლია რომ თქვა რომ რაღაცა გამოვალ ან რაღაცას ვიზამ ეგრევე ყველა იპოვის ნებისმიერი ადამიანი დარწმუნებული ვარ საქართველოში და ეგ მასიზამს, მაგრამ ეგ მანდ აწყობილი სისტემაა და ეგრე მუშაობს. ანუ ჩვენთან ეგ იმ 4 ადამიანის მოყვანა არაფერს არ მოგცემს რა ჯამში. ხო და არა, მაგას გეუბნები 4 ადამიანის მოყვანა არ არის საჭირო, მან. ხო, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ნუ მოკლედ შესაბამისად ჩემი აზრით უკეთესი პირობები არის იმისთვის, რომ სტენდაპერი ხო, ხო, მართალი ხარ. მაგ მართალი ხარ, მაგრამ ეხა ერთი რა არის, რომ რის გამო შეიძლება რომ თლათ მაგდან რესურს არ დებდნენ რა. თუმცა გეთანხმები რომ უბრალოდ ვიდეოს გადაღება ოკეია, მაგრამ მათთვის მაინც ეს პირდაპირ პროფესიასავით
არ არის ყველა ვარიანტში და ყველა ეს ადამიანი ვინც ეხა სტენდაპს აკეთებს საქართველოში მათ რაღაცა ჩვეულებრივი სხვა პროფესია და დეიჯობა აქვთ რა და ესაა დამატებითი მათი რაღაც შესაბამისად ცოტა მოკლედ აი იმაში რაღაცა რაც ესეთი ჰობის დონეზია რომელშიც იდეაში ვერც ამოიღებ იმ ინვესტმენტს შეიძლება მაგიტო არ ხარჯავენ ანუ ის საკამარისია ის ყურადღება იქნება თუ ხალხის რაოდენობა რაც იმ მომენტში მიიღეს და valuation-ი თავისი ამ ხუმრობებისთვის ვიდრე დიდ აუდიტორიაზე გაიტარონ თუმცა ანუ კიდე ერთი გოგოა თინა გვარი არ მახსოვს TikTok-ზე აზიარებს ხოლმე ეგეც საკმაოდ კარგი რაღაცა ისინი აქვს მიგნებები და ხუმრობები ვენეროსაც აქვს ხოლმე სეტები და სალომე არის კიდე რომელიც დებს ხოლმე თავის ვიდეოში ხა დიდი ხანი არ მაგრამ აი ვენეროც სხვა ანუ ესე პირდაპირ სტენდაფერი არ არის რა უბრალოდ ერთ-ერთი მისი სკილია იმიტომ რომ ზოგადად რაღაც ნიჭიერი ადამიანია და ეგეც გამოზდის და რაღაც შეუძლია რომ კარგად იხუმროს თან შეფუთოს თორე მოყვეს ხო არ ვიცი როგორ უნდა განვითარდეს ანუ არ ვიცი როგორ უნდა განვითარდეს იმიტომ რომ მე რასაც ვუყურებდი პროტესტის ამბების პროტესტის ამ დაიწყებოდა და ეს არეულობები კოცების მხრიდან წამოსული ეს არეულობები მანამდე კარგად მიდიოდნენ რა ერთადერთი რაზეც ვახურებდი ხოლმე ვისაც მქონდა კონტაქტი ამ თემასთან დაკავშირებით და ისინი ჩემი აზრით ერთ-ერთი მათგანი მურთაზა მოკლედ რომელიც ჩემი აზრით არის ლეგენდარი ქართული სტენდაპის ანუ მაგ ბიჭს ბეჭებით ნათრევი ქართული სტენდაპი მაშინ როცა აი ეხავდა სტენდაპერობა იმენ არ შეეპყვა და დღეს სტენდაპ სცენა არსებობს საქართველოში ეგ არის მურთაზას დამსახურება ხო და მაგან ისწავლა მე მგონი რაღაც მომენტში ვიდეოების გადაღება მაგრამ აი როგორც კაროჩე ჩვევად გამომუშავება რომ ვიდეო გადაიღო მაგას ვატაკებდი ერთადერთი დანარჩენი ხო ერთადერთი აი გაკლია ჩემი აზრით ქართულ სტენდაპს და იმდენად კარგად მიდიოდნენ აი ამ ახალი იდეებით და ახალი გადაცემებით და ეს იმპრო რაღაცეებით რომ განვითარდება ძალიან კარგი ტრაექტორია ჰქონდათ რა ერთადერთი იყო ეგ რომ რაღაცა აი იმენა ლოჯისტიკური კი არა ორგანიზაციული სკილების გამომუშავება აი იმეილის გამოყენება რო არ იციან ქართულმა დაახლოებით მაგ პონტში მაგრამ მან შემოდის უკვე ის რომ მან უნდა ვიღაცა აგენტობდეს, ვიღაცა მენეჯერობდეს და ამაში ფული უნდა იღებოდეს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რასაც ექსკილები აქვთ, არ დაიწყებენ ახლა მაგას. ხო, არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ ეგ ფაქტორი არის. ქართული რეალობის. კიდევ მე მგონია რომ მაგალითად ქართულ სტენდაპ სცენა იქიდან გამომდინარე რა რაოდენობის ხალხიც დადის სტენდაპ შოუებზე ბევრად უკეთესი ტრამპლინი არის დამწყების სტენდაპერისთვის. საერთოდ არ ჭირდება არანაირი აგენტი იმისთვის, რომ ასე რა ქვია, ვიღაცას თხოვოს, რომ ვიდეოთი გადაუღოს. ანუ მე მქონია შემთხვევა, რომ აი როგორც თქვი სამნი რომ შეხედვართ, რა ქვია, open mic-ზე იმ გოგოს დაავიწყდა, რომ შტატივი მოეტანა და მთხოვა, რომ მე რომ დავდგები და ხუმრობებს ვიტყვი, მთხოვა, რომ დაიჭირა და გაძამიღე და არ კიდევ მაგას აგენტი. ოკეი, მე ვფიქრობ ერთ არ შეიძლება ვიდეოები გადაიღეთ თქვენი ვიდეოები გადაიღეთ გადაიღეთ ვიდეო აი მე მგონი ძალიან სტენდაპისკენ წავედით რომელიც ან ძალიან ის არის რომელზეც 15 წელია მე ფიქრება რომ საბა უკვე ინიავებს საბა უკვე ისე არის ეგზალტირებული ამ თემაზე საუბრით და ისე ვნებითა და ემოციებით საუბრობს რომ ვინც აუდიოს უსმენთ ინიავებს ყველა წიგნს
ხო, სხვათა შორის ეს წიგნი მიდევს აქ, რომელსაც ქვია Playwriting for Dummies, რომელიც ვიყიდე ადრე, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ მოდი პიესების დაწერასაც ვსწრდი მეთქი და არც დაწერია მან ვიდეოები გადაიღეთ ამას დაწერა. ხო და რა უნდა ამაზე გამახსენდა for Dummies პირველად ისე არატურისტულად ჩამოვედი 2008-ში რა აქ და უნდა დამეწერა college admission essay და არ ვიცოდი მაგის დაწერა როგორ დამეწერა და წავედი Barnes & Noble-ში ხო და იქ რომ მივედი ბიძა ჩემმა მითხრა რომ იქ კიდე ეს ისაა რა for dummies იყიდოდა ვიპოვე რომელიც იყო college admission essays for dummies და ვერ ვიყიდე იმიტომ რომ შემრცხვა რომ მივიტან ბაბას გამყიდველთან და დამივეგონი დედას გეფიცები მართლა ვერ ვიყიდე და იმიტომ რომ დებილი ვეგონები თქო ესე ვიფიქრე და ქართველი ვორონცოველი ბიჭი იყავი ხო და მოკლედ stand-up ძალიან ეს არის ძალიან დიდი ემოციები მაკავშირებს მეც და ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ და ყველა იმაზე მეუბნება რომ უნდა ვქნა და არ ვარ ჯერ მისული იმ პოინტამდე როცა ვიზამ ამიტომ არ ვიცი მოკლედ და ისა ძალიან გული შემტკივა მოკლედ მეც მაგ გემაზე და რომ აღორძინდა ექსპერო და დაიწყო და უფრო სტაბილურად მიდიოდა და ვითარდებოდა ძალიან მიხაროდა იმიტომ რომ მეც რაღაცა სტიმული მეძლეოდა რომ მეთქი აი რაღაც ეტაპზე მეც აი რო ემზადები ხო იცი შესაძსურად მეთქი აი არა და თვითონ stand-up-ის ირგვლივ სანამ საერთოდ მაგაზე ლაპარაკი დაიწყებოდა ან ფორუმიდან გამომდინარე მართლა ერთი 15-17 წლის წინ უკვე რაღაც ან ნაპოვნი მქონდა მაგაში რომ რაღაცა არის ის რაც მისწორდება, მაგრამ არ ვიცი ჯერ იმდენად ვერ ანუ არ ვიცი შიშია, ფეილის შიშია, არ ვიცი რა არის რაც მაბრკოლებს რომ არ ვცადო. მაგრამ მგონია რომ რაღაც ეტაპზე ვცდი აუცილებლად. უნდა ვცადო აუცილებლად. კი, ერთი სხვათა შორის აი რაც ცარიელ დარბაზებს პლუსი რაც აქვს, როცა open mic-ებზე გამოდიხარ, მაგალითად ნიუ-იორკის იმაში, რა ქვია, სცენაზე არის ის, რომ სცენის შიშს გიქრობს რა. იმიტომ რომ აი მართლა მე მაგალითად ნიუ-იორკში რო ვიყავი, რაღაც დღე მქონდა გამოყოფილი, რომელსაც დავდიოდი ხოლმე მთელი დღე მართლა open mic-ებზე და სამჯერ ზედიზედ გამოვედი, ანუ სხვადასხვა სცენაზე, მაგრამ სამი ერთი და იგივე ტიპის წინაშე. იმიტომ რომ ერთად დავდიოდით კლუბიდან კლუბში და ერთმანეთს უყვებოდით ჯოუქებს რა, ანუ ეგ ხო და მაგდროს აკეთებ რას, რომ პროსტად გახარ და ამას იმეორებ რა. ეგ მესმის, ეგ შენ ინტროვერტი ხარ თუმცა. არა, მოიცადე რა გითხრა. ეგ პონტი აქვს აქ კაურობას ის, მაგრამ რაც მან არის კარგი, მან უკვე კარგი რა, which is აი ძალიან მაგარი თემა არის ეგეთი პონტი. და შესაბამისად მე გირჩევ, რომ შენი ხმა წყდებოდა და არ ვიცი ხალხისთვისაც გაწყდა თუ არა და რა არისო მანდო ეგ მაგ მომენტზე Wi-Fi-ზე ხო გადავიდა შენი ტელეფონი? არა, გათიშული მაქვს Wi-Fi. უბრალოდ მე მგონი ცუდად იჭერს თუ რა. ხო და რა არისო მანდო? ხო და მანდაურობის პლუსი არის ის რომ კარგ კრაუდთან გადიხარ ეგრევე რა. კი, ნახე. შესაბამისად სცენის შიში საერთოდ არ მაქვს რა. ალბათ უფრო ის მაქვს, რომ არ მაქვს დამუღამებული რაზე მინდა ამ ხალხს ველაპარაკო რა. ანუ აი ჩემი voice-ი არ მაქვს აღმოჩენილი და ვიცი რომ თუ არ ვცადე ვერც აღმოვაჩენ, მაგრამ მოკლედ არ მაქვს დაჭერილი, ვიცი რომ სასაცილო კი არა და ანუ იუმორი მაქვს, პლუს სხარტი ვარ და უფრო იმპროვის ამბავში მგონია რომ უფრო მეტად შეიძლება და რაღაცეები სასაცილო ყოფილიყო ჩემ ანუ სხვა რეალობაში რომ ყოფილიყავი მაგრამ ანუ ყვილად არ მინდა მოკლედ რომ ვიდგე რა ანუ მინდა რომ რაღაცა ხალხს გაუსწორდეს და მე თვითონ რომ არ მაქვს დამუღამებული რომ რა გამისწორდებოდა რა გახო ხო, ანუ და მაგას მოკლედ კომიტმენტი და დრო ჭირდება და ამიტომ ეს არის. შესაბამისად ამ ჩემს თვით გამოხატვის თემას ვიკმაყოფილებ პოდკასტით, სადაც რაღაც 1 საათში 3 სასაცილო რაღაცას გავარტყავ.
კი, მაგრამ იმას თავისი მუღამი აქვს მაინც. კი, რა თქმა უნდა, ეგ სულ სხვა რაღაცა არის და თუმცა ანუ ეგ ანუ ხალხთან გასulis და საუბრის თემა არ არის, იმიტომ რომ ეგ ზოგადად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და ყველაფრიდან ყველაზე ნაკლებად მოკლედ ეგ ანუ stage fright-ი ყველაზე ნაკლებად მაქვს რა. უფრო მეტად ის მაქვს რომ ვიტყვი რაღაცას მე თვითონ მოკლედ feel good მქონდეს იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობ, თორე თუ არც გაეცინება არავის, ეგეც ოკეია რა. მაგრამ ნუ მოკლედ ბევრი რაღაცებია, რაზეც მაგრამ good attitude სპარტაშორის ძალიან ხო, ანუ მე თვითონ რო გაყოფილი ვარ, ვიცი რომ ანუ რაღაცა რო ვიცი რომ სასწილო, ვიცი რომ სასწილო და მაგრამ ეხლა მოიცა შორს წავედით სად იმიდან მაინც გადავუხვიეთ იმ თემას რომ ქიშმიში რა არის, ანუ ბევრი რა პატარ-პატარა რაღაცებია, მაგრამ აი staple ქართული იუმორი გონია რომ აი იმ საბჭოთა ფილმების მერე არ გქონია შესაძლებლობა რომ რაღაცაზე გეთქვა რომ აი ეს ქართული, იმიტომ რომ აი ქართულ იუმორზე რო ვსაუბრობთ, ერთადერთი რაც მოხსენება სამწუხაროდ არის აი წარსულში ის ფილმები. მაგრამ ისინიც არის რაღაცა ისეთზე აგებული რა, ანუ იმერული ესკიზები და ისინი ძალიან სპეციფიურ კუთხური თემა არის, იქ რაღაც სიყვარული ყველას უნდა იმერული ესკიზები, რომელიც ეხლა ეგ კუთხური იუმორი არის სასტიკად გაბაიბურებული და გაყვანილი კილოზე და რაღაც ის რამდენიმე იმის ღამის შოუს უნიჭო ტიპები რომ ანუ ყველაზე უნიჭოები ვინც არიან იჭაჭებიან ხოლმე და უბრალოდ ძალით მოქცევით ლაპარაკობენ და ეგაა და რაღაც იქინია ქანეს თუ იტყვი ეგ არის სასაცილო და არა ის რას ლაპარაკობ ეგ და ეთნიკური ხო და ის კიდე ხო კი და ისიც რაღაც ანდღოლაძე რო პირველი იყო რომელიც დრეგით გამოდიოდა ეგეც რომ აი კაცი თუ ხალათს ჩაისმევს ეგ რო უკვე ეს არის ანუ ეგ რო უნდა და სინამდვილეში ანუ ეგ უნდა იყოს რაღაცა დანამატ ანუ იმაში კი არ არის პრობლემა რომ ხალათი აცვია რა ანუ შეიძლება მან ქარაქტერი იპოვო მაგრამ punchline არ უნდა იყოს რომ კაც ხალათი აცვია, ეგ არ არის სასაცილო. იმიტომ რომ ვიღაცა კაცებს აცვიათ ხალათი და უსწორდებათ. ანუ მაგაში არ არის სასაცილო. იგივენაირად როგორც ვიღაცის, რავი, უბრალოდ ქალი რო ქალია, მაგისგან სასაცილო არ არის და კაცი რო კაცია, მაგისგან სასაცილო არ არის. ამიტომ აი ეს depth აკლია მაგ ყველაფერს რა. და მაგ კილოსაც ეგ აკლია. რომელიც აი მაშინ თუ ქონდა, ეხლა რატო ვეღარ პოულობთ? ხო, არ ვიცი, ეგ სხვათა შორის აი ეგეთი წარსულში თან ძალიან კარგი სატირული და ეგეთი ნუ ცისფერინთები არის, ეგეთი ხო, ცისფერინთები ეგრევე, მაგრამ ცისფერინთებზეც რა არის, იცი? სიტუაციურად სატირულია. ხო. მაგრამ მოიცა არ დაგავიწყო სასამბობდი, მაგრამ ეხლა გამახსენდა. ერთ-ერთი მაგალითი მე მგონი ადრეც მაგ ნახსენები, აი ის შორტების ის რო არის, ნაკრები, ნამდვილი თბილისელი რო ქვია და ანუ ორი სახელი აქვს ნამდვილი თბილისელი, გასეირნება თბილისში. და შორტები არის, რომელშიც არის აი ეს თბილისური პონტები ნაჩვენები რა. ხო, აი მან ეგ სატირა პრინციპში არის. აი სატირა მოკლედ შეიძლება იყოს ქართული. თან ლიტერატურულადაც მოგზდევს. ოკეი, ხო, მასი თუ გულისხმობ სატირა კი ძალიან ქართული არის. ძალიან ქართული არის, იმიტომ რომ ხო, ყველაფერი სატირაა რა იდეაში და გენიალური ქართული იუმორისტული პროდუქტი რაც შეიძლება გაგახსენდეს, ყველაფერი სატირა არის. პოლიტიკური ან სოციალური რა, აი რა შერეკილებიც სატირა. თან ანუ ეხლა ის რაზე მივხვდი რომ იმიტომ არის სატირა ჩვენი რომ სულ რაღაცა გასაჭირი გვაქვს და
ეს არის ანუ აი და გლიცინის თემა კიდე აი ვიპოვა ეხა კიდე რაღაცა მაგალითად აი გლიცინის თემა რომ ის რომ ამ ყველაფერში აი ქაოსში ყოველთვის პოულობთ რაღაცას რის ირგვლივად შეგვიძლია რომ ვიღლიცინოთ და ამ ძიმე მდგომარეობას ყოველთვის იუმორით შევხედოთ, რომელიც სატირაა ეგეც, იმიტომ რომ ხო რა დედა გეტყნება და ამ დროს ხუმრობ. და ამაზე ადრეც მქონდა ლაპარაკი განსაკუთრებით, ანუ ეხა უკვე ძალიან დრამატულ ეტაპში შევიდა და უფრო კიდე ჭირს, რომ ეს იუმორი უკვე ძალიან ისეთი არ იყოს შეიძლება ვიღაცებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყოს აი ხალხნო როგორ შეიძლება ყველაფერზე ღრიცინი დედა გეტყვენება უკვე გვიანი არის ამ ყველაფერზე უკვე გავსერიოზულდეთ და რაღაც მაგრამ რომელსაც არ ვეთანხმები მგონია რომ იუმორისტვის ყოველთვის არის ადგილი და ცუდისთვისაც და კაისთვისაც და ნებისმიერი აი outlet-ი whatever the outlet და არა რაღაცა ძალით და პროპაგანდისთვის უაკეთებ რომელიც კოცების მხარეს ძალიან კარგად ქონდათ მოყენებული და ნამუშევარი იქ რაღაცა მიხეილ უკრაინოლოგები და რაღაცა ყლეობა ისინი პეიჯები რომელიც ძალით იუმორი იყო და არა მართლა სატირა რომელიც ბუნებრივად მოდის რა ან რო გიკვეთავენ რომ ვიღაცაზე იხუმრო ვაფშე სხვა ის არის აი მე მგონი მაგანაც დააჩლუნგა ბევრი რაღაცეები რა და ხალხი მიაჩვია უხარისხო დებილურებს და არა რაღაც ხარისხიან ხუმრობებს ხო და მოიცა რაზე ვიმბობდი საწავედი ხო და აი მანამდე მოკლედ პროტესტის ჯერ ახალი ისინი რო იყო რა პირველი ტალღები და ეს კანონის პირველი პერიოდი მაშინ იყო იმდენი სასაცილო კონტენტი გროვდებოდა და მაშინ მანქის ველაპარაკებოდით ვარკერს რა მაგაზე ველაპარაკობდით ერთ-ერთ აქციაზე შევხვდით რომ და მან კიძახდა რომ რო შეგვეძლოსო ამის გადათარგმნა ისე რომ კონტექსტიანად ხალხს ესმოდეს და აი ქართული რაღაც ან მინიმუმ ინგლისურად ითარგმნებოდეს ისევე რომ ხვდებოდეს ხალხი რა ხდება რომ აი კიდე უფრო მეტად დავიფყრობდით ყველანაირ ინტერნეტ სივრცეს მთელი ამ იმით, იმიტომ რომ მაგალითად ანუ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომენტი არის და არ მახსოვს მე მგონი ამაზე ვილაპარაკე რომელიღაცა ეპიზოდში ალბათ ბარბისთან როცა პროტესტზე ვლაპარაკობდით, მაგრამ თუ გაქვს ეგ ვიდეო ნანახი სპეცრაზმელები ის რო არის რაღაცა სამალავი თუ მოსასვენებელი რაღაცა სივრცე არის, სადღაც მე მგონი იმისი მოსწავლე ახალგაზრდებს რა ქვია მაგ პროფილ პიონერთა სასახლეს რაღაცა რო ქვია ეხა რა აღარ მახსოვს. ხო და მან მოკლედ ეს ისინი ბარიკადებით არ ჩახერგილი ეს ისა რა შესასვლელი. ხო და ესენი ამ აღჭურვილობით და იმით რო არიან რო ვერ ინტერვიუა და ის ტიპი რო არის რომ ანუ ცალი ხელით რო იმასა ტერმინატორივით ესე ცალი ხელით გადმოუყრის ამ ჩახერგილ იმებს რა ქვია მაგას მოაჯირი კი არა და ჯებირებს ამ ჯები ეს ერთი 5-6 ჯებირი არის ერთად მიყრილი რა რკინის და ეს ცალი ხელით ესე გადმოუყრის და ხელს გაუშვერს ესე რა რომ შეეტრიეთ თქვენი დედა ეგ არის ჩემი საყვარელი ვიდეო მთელ მან აი იმდენად აუბით ანუ უკვე იმ ადამიანისთვის ვინც შორიდან უყურებს რა და მაგალითად აღარ აქციებზე შეშინია გამოსვლა იმიტომ რომ ექსპერტიზმი იყო და მე აი ამ კომიკურ მდგომარეობაში რო უყურებ რა იმ სპეცრაზს და რო ხედავ რომ ანუ ერთი ტიპი იქ 30 აღჭურვილი კაცი დგას და ელოდება რომ აქციის მონაწილე გავთავისუფლოს სივრცე რომ ჩაჭკლები იქ დაჭხდნენ და დაიჩვენონ იმიტომ რომ დაიღალნენ ეს ყლეობები რო აცვიან და დარბიან და ხალხს წებენ ხო და ანუ ეგ ხო და სატირა არის მივხვდი მე მგონია რომ სატირას უნდა მივაწვეთ და ეგ მაგ ვარში გავიტანოთ ხო და ის რომ ახსენე რა ქვია ცისფერი მთები ადრე მქონდა იდეა რომ მინდოდა რომ დამეწერა სპეკულატივი იმიტომ რომ მაგას ალბათ ვერავინ და არავინ არ გადაიღებ და მოკუმენტარი იმისი რა ქვია ცისფერი მთების რა ოღონდ იმენას მაგ რაღაცა წერდით მე მგონი ჩვენ მე მითხარი და რაღაცას ვაკეთებდით მე მგონი ერთად
ჩვენ ვაკეთებდით მე მგონი თემქა რო გამოაცხადებს დამოუკიდებლობას მაგას ვწერდით მოკუმენტარში. ხო, რაღაცა ოფისის იმაში იყო. ოფისის ვერსია იყო რაღაცა. კი ბატონო. კი. თემქა გამოაცხადებს იმას რა ქვია დამოუკიდებლობას და მაგაზე იყო. ხო და ისა რა ქვია, ეხლა ვფიქრობდი რომ აი მაგას რო ყვებოდი, იმაზე რომ ძალიან გაასწორებდა რამე მოკუმენტარი თუნდაც აი ესეთი მცირე მაგალითად Netflix-ზე იყო არ მახსოვს რა ქვია იმ სკოლაზე რო არის რა ვიღაცა რო თალოს მიახატავს კედელზე და მაგას რო იძიებენ American Crime თუ რაღაცა ქვია და მოკლედ true crime-ი არის იდეაში ოღონდ მოკუმენტარი true crime-ია რა და სულ არის რაღაცა 5 თუ 6 სერია და ძალიან სერიოზული ძიება არის და აი რაღაცა ეგეთი იყო მოკუმენტარი პროტესტზე ჩემი აზრით მაგრად გაასწორა. ხო, აი უბრალოდ რა არის, იცი რომ მაგ ბევრი რაღაც, ანუ მაგ ზოგადად ხო აი ამ გასაჭირის პერიოდში კრეატიულობა მატულობს რა და ბევრი რაღაცები, ანუ ხელოვნებას ძალიან ასტიმულირებს ეს პროცესები. ხო და უბრალოდ რაღაცნაირად იმდენად მე მგონი ცოტა რესურსია, იმიტომ რომ ეს ხალხი რომელმაც შეიძლება ეგ კრეატივი დადოს, პლუს აქციებზეც დადის, პლუს სიხეში ზის, პლუს რაღაცას აპროტესტებს, პლუს აქტივისტია, იმენა ექიმი, მეწარმე, ლიდერი, ანუ ყველაფერი რაღაცა ერთი community-ის ირგვლივ არის და სამწუხაროდ ფიზიკურად შეუძლებელია. არის ძალიან კარგი story, ანუ აი წელ, აი ხა ჩვენ მოყევი იმენა character development-ი არის. მაგრამ ვინ უნდა გადაიღოს? როცა ყველა იქ არის. და რაღაცა, ანუ ძალიან ისაა, რომ ანუ იგივე მაგალითად ონისე, რომელიც ანუ იუმორს უნდა ქმნიდეს, ეხლა არის ჩართული იმაში, რომ რაღაც სახალხო მთქმელია და სტატუსებს წერს, რომელიც ანუ ძალიან კაი სტატუსები აქვს და მართლა, იმიტომ რომ შენ უნდა წერო და ანუ იცის გადმოცემის უნარი storytelling-ი და ასე შემდეგ და სიამოვნებასაც იღებ იმ პროცესიდან როგორ წერს და რას აღწერს, მაგრამ ეგ არის თან ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეგ გადაიღოს. ძალიან კარგ პოინტებს აკეთებს ხოლმე, კარგი. კი. კარგად ურყავს რაღაცეებში, რა ეგ. იმიტომ რომ კარგად ჩაანალიზებული აქვს. ხო, და ანუ წარმოგიდგენ რომ ახლა ეგეც უნდა აკეთოს და თან ისიც აკეთოს და თან აქციებზე იაროს და რანაირად და თან შიმშილით არ მოკვდეს. ანუ არ ვიცი რანაირად უნდა გააკეთოს ეგ ერთო ადამიანი. მართალია. ერთ საათი ეხლა მე მოვედი ბუხამდე და შეიძლება რამე პილოტი შემომეწევოს და არ ვიცი. აუ საათნახევარია ლაპარაკობთ, მაგრამ რაღაცა თემები აღმოვაჩინეთ ძველი ჩანიშნული და ხო არ გავაგრძელოთ? არ ვიცი, მოგусმენენ 2 საათი? ხო, თუ არ მოგусმენენ, მაგრამ პროსტა რა არის რაღაც მენანება რომ დაიკარგოს ეს ისინი რა ქვია, დაანჩენი რაღაც ისინი. რომ აღმოვაჩინე რომ იმის Parks and Recreation რადგან მაიკ შური ვახსენეთ ბარემ ამ ეპიზოდშივე თემატურად მიებმება და მოკლედ მე მგონია რომ ის თემა დავხურეთ ქართული იმისი რა სატირას უნდა მივაწვეთ და უფრო მეტი სიღრმე მივცეთ ნებისმიერ თემას რა თემას და რაღაცა ზედაპირზე ანუ რაღაცა easy laugh არ იყოს უბრალოდ კილო უბრალოდ ვიღაცის გარეგნობა ან ნებისმიერ რამე და რაღაც მაგალ სხვა სიღრმეებში რო ვეძებოთ ჩვენ თავს ვერო პატივი ვცეთ რომ მარტივი რაღაცები არ აი მათ ჩაგესწრები და ეხა გეტყვი მაგალითად კარგი მაგალითი არის აკაური იუმორის პონჩიც. აქ ბოლო წლებში რამდენიმე იუმორისტული სერიალი რაც დაიწყეს, სიტკომები იყო მაგალითად Netflix-მაც და ძალიან ბევრი NBC-მაც და ძალიან ბევრი გააკენსელეს პირველივე სეზონის მერე. და ვიღაცა რომ დაჯდა მერე და რომ გაანალიზა ეს ყველაფერი რა ქონა ამ ყველაფერს საერთო აღმოჩნდა ის რომ ზუსტად იგივე ტიპის იუმორს აკეთებდნენ ფორმულების პონჩი, რაც კეთდებოდა მაგალითად Friends-ის დროს რა. ხო და ნუ ამას აღწერილი ქონდა რომ ეს ფორმულა და ესეთი მიმართულების და ესეთი აი პანჩის ამ
ამ აქცენტზე გაკეთება და აგება აღარ არის პოპულარული, იმიტომ რომ გადაღეჭილი არის და თან ხალხსაც აღარ უსწორდება რა. და შესაბამისად, როდესაც ეგეთი მოძველებულ რაღაცებს მიყვება იუმორი, თუნდაც ამ შემთხვევაში ანუ კუთხური იუმორს, რომელიც მხოლოდ იმაზეა დაფუძნებული, როგორი ხმით იტყვის, თქვათ, იმას რა ქვია, რაღაცა სიტყვას და არა იმიტომ ეს კილოკავი უკვე დიდი ხანია გვესმის იუმორში და like I respect it და თავისი ადგილი აქვს და ყოველთვის ჰქონდა თავისი ადგილი რა უბრალოდ მარტო ეგ არ არის სასაცილო რა ხო ხტები აი ხო და შესაბამისად თუ ეგ უნდა იყოს როგორც შენ თქვი ისა რა ქვია ინსტრუმენტი რაღაცის და არა პანჩლაინი და არა ხო ანუ უბრალოდ როგორც ვიღაცა იქნება ქარაქტერი რომელიც ის ელაპარაკობს და ქარაქტერი რომელიც ის ელაპარაკობს და არა ის რომ ეგ იყოს სიცილის ისა და ეხა იცი რა ზოფიქრობდი ბარემ სიღრმეებში თუ ჩავდივართ რომ ეგ კუთხური იუმორიც ანუ ის თვითონ იმ ადამიანებისგან უნდა მოდიოდეს, ვინც იმ კუთხის წარმომადგენლები არიან უფრო მეტად ავთენტურად და სიტუაციურად უფრო სასაცილო იქნება რა, მათ რეალობაზე მორგებული რო იქნება და იქიდან წამოსული. ანუ აი მაგალითად როგორც observational humor-ი რაც არის და ვიღაცა რო რაღაც დაკვირვებებს გვიზიარებს და გვიყვება და აქედან ხდებით რომ აი რავი მაგალით პარალელი რო ამერიკასთან გავალოთ ვიღაცა არის ტეხასელი და ტეხასის პონტზე მიყვება რა ქართულ რეალობაში მე მგონი რაღაცნაირად იმდენად მგონია რომ ყველაფერი ერთმანეთზე ვიცით რომ ეგეც მიიკარგა არა და ამ დროს რაღაცა შეიძლება სასაცილო იყოს რომ ვიღაცა გურულმა თქვას რომ აი მის სოფელში კონკრეტულად რაღაცა ესე ხდება და მაგაზე ააგოს იუმორი ო აი იცი რა არის ეხლა ვფიქრობდი ეგეთი რამე ხო არ შეიძლება იყოს რომ თქვა აი ხა კი არიან ისინი ვიღაცები ვინც აკეთებენ სკეჩებს ქუთაის ხო მოიცა მან ერთ რაღაც დავამატებ კი ერთ რაღაც დავამატებ მან ხო და მაგაზე მე ვფიქრობდი რომ ბევრი არიან იგივე ამ კავენებიდან და რაღაცებიდან რომელიც რაიონიდან არის მაგალითად ან სხვა ქალაქიდან არის და არა თბილისიდან მაგრამ ისინი ცდილობენ რომ თბილისს მოარგონ გავა ხო აი მაგის თქმა მინდოდა ქუთაისური იუმორი თბილისელებისთვის რა ხო და არ უნდა იყოს ეგ სტერეოტიპული იუმორი არის და არა ავთენტური კი არა და ის უფრო სასაცილო იქნება თუ მაგაში კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში შეხვალ და გამაცნობ და მეტყვირა დამამუღამებინებ რომ რა არის სინამდვილეში მართლა ისა იგივენაირად არა როგორც ხო იმიტომ ვიცით უკვე რომ ქუთაისში რაღაც ველბიტრობაზე გადავდე ხო კი და რაღაც იგივენაირად როგორც რაღაცა როგორც ნახალოვკელებზე გადავდე თბილისში გავიძით და რაღაც ყავა ვაკეში რო ყავას სვამენ ანუ არ არის სასაცილო არ არის ყველა სვამს ყავას ანუ არავის აღარ ეცინება მაგაზე 90-იანებ გამოვიდა და ვაკის იქით შეგვიძლია ყავის ყიდვა სხვა უბნებში და გვევასება და მილენიალები ცხოვრობენ დიღომში რომელსაც რაღაც ის ფილტერ ის აქვს დარწმუნებული ვარ დროპ რაღაცა ყლინჯაფინა ფოე ყავა ახალ აშენებულ კორპუსში ჩემი აზრით ყავისა და ვაკის ხუმრობა ნახურა ზვიო თავის დროზე 105-ში რომელიც ხოდა ეგეთი არტი თუ გახსოვს ხაშურული კილოთი რეკავს და ალო ვაკე არის ისევნება ხო და კრანში ყავა მოდის და უთიშავს ხო აი ეგ სხვა ენგლ არის ანუ აი ეგ არის სხვანაირად სასაცილო ვერ ავხსნი ხა რა ანუ მაგას ძალიან ჩაღრმავება უნდა მაგრამ ისა ხო და ეხა უცბად მოვყვები ამ იმაზე რა ქვია ერთი რაზეც უბრალოდ ჩანართი მინდოდა მაგრამ ამას კაი სხვა დროს ვიტყვი და გავაანალიზოთ ფეხის მოტეხვაზე გამახსენდა და ამას ვიტყვი კიდე ის იყო რა ქვია ფეხი რომ მოვიტეხე მოკლედ ანუ გავიგონე ამ ჩემი ფეხის მოტეხვის ხმა და ეგრევე ვფიქრობდი რომ ASMR ფეხის მოტეხვა რო არსებობდეს რაღაცნაირი ანუ ეგეთი ვინმეს რო ეგ ფეტიში კონდეს რომ
ფეხის მოტეხვის ASMR-ი რო არსებობდეს, ანუ არ ვიცი, ვინმეს თუ გაუსწორდებოდა. არის. მე მგონია რომ კი არსებობს, კი. იმიტომ რომ აი ისე ხატოვნად კი არა და არ ვიცი რა ქვია მაგას, მაგრამ მოკლედ აი ისე გავიგონე პირდაპირ ყურში. რაღაც ანუ კი არ მესიამოვნა, მაგრამ ხმა რო გავიგონე, შთაბეჭდილი ვიყავი. რომ მეთქი, ვაუ, ანუ ფეხის არ დამტეხი მომენტი იყო შენი ფეხის ისტორია. ну მეთქი ვაუ ფეხის მოტეხოს ესეთი აქ და ეგრევე ASMR-ისგან წავიღებ. კაი. მეტი რა ღირდა აქ მონიშნულებიდან რომ ერთი რაღაცა არის რაც მაგას ისე გეტყვი, იმიტომ რომ რაღაცა კაი იდეაა და შეიძლება არ ღირდეს მაგის გაჟღერება. ბოლოში გეტყვი მაგას. მაგრამ რა მინდა და მაიკ შურის თემაზე და იმაზე რა ქვია. Parks and Recreation-ის გადაღებისას მოკლედ მე მგონი Parks and Recreation-ის გადაღებისას იყო. ეხა Amy Poehler's ხო აქვს თავისი პოდკასტი, აქვს უკვე ყველა სხვა პოდკასტი აქვს, რაც ძალიან მომწონს. მაგაზე ვფიქრობდი, რომ ანუ იდეაში ხო ვღადაობთ, რომ ყველას პოდკასტი აქვს, მაგრამ იმ ადამიანების მოსმენა, ვისიც გინდა და მრავალფეროვნების ამბავში, ანუ სასაცილო არის ის, რომ ყველას პოდკასტი აქვს, მაგრამ ამავდროულად მრავალფეროვნება არის კონტენტის და ის არა რადიო ჩავრთე და 100 მილიონმა ადამიანმა ერთი და იგივე ყლებებას უსმინა რა. მაქვს არჩევანის უფლება, რომ მინდა პეტრეს ვისმინო, მინდა პავლეს და მინდა მარინას და მინდა მაკრინეს. ხო და Amy Poehler's აქვს მოკლედ ეხა პოდკასტი და რა თქმა უნდა ერთ-ერთი უკვე ჩემი საყვარელი გახდა, იმიტომ რომ ზუსტად იმ ხალხს ელაპარაკება, ვისაც მთელი ამ წლების მანძილზე რაც ზოგადად ამერიკულ შოუ ბიზნესს და სტენდაპს, SNL-ს, SNL-ს და კომედიას ვაფოლოვებ. და ერთ-ერთი მასში მოკლედ ეპიზოდში აქვთ აქამდე არასდროს არ მომისმენი, იმიტომ რომ თვითონაც არ გაუბაზრებიათ. იმას მოკლედ Parks and Recreation-ს რო იღებდნენ პარალელურად განტვირთვის მიზნით კასტმა დაიწყო რაღაცა სერიალის წერა. რომლის პრემისი იყო, რომ რაღაცა ფილადელფიის პოლიციელები რაღაც police station-ი არის თუ რაღაცა რა და ის კეტრინ ჰანიც ვაფშე აღარ მახსოვდა რომ Parks and Recreation-ში ერთი უნდა დავარივოჩო. ძალიან მევასება ეგ ქალი. ხო და ეს კეტრინ ჰანიც იყო ჩართული მოკლედ ემი და ის რაშიდა ჯონსი და ერთად მოკლედ დაჟე ქარაქტერების აღწერები ქონიათ გაკეთებული და ტრეილერი გადაიღეს რომელიც უნდა მოვიძიო და მე ჩაგიგდებ და მოკლედ Philly Justice ერქვა ამ იმას ისიც რა ქვია ადამ სკოტიც ის იყო რაღაც ერთ-ერთი იურისტი ვიღაცა რაღაცა იყო და მოკლედ რაღაცა იურიდიული ფირმის და პოლიციის იურიდიული ფირმა იყო რა მე მგონი და ეს ქონ ანუ საიდ პროექტად და თვითონ გადაუდა რა ანუ ფულს იმაში გვიხდიდნენ რომ კიდე პარალელურად რაღაცა პროსტა ჩვენთვის ქარაქტერები გვემასკა და თან ანუ დრო გამოგვეყენებინაო იმ რასაც ერთად ვატარებდით პლუს იმისთვის რომ ეს ამის ისინი გადაეღოთ რაღაცა სცენები და ამითი ერთობოდნენ ხო და მაქედან წამოვივიდა ეს იდეა რომ ჯერ ხო მოკლედ ამ ბოლომდე ვიტყვი და რა თქმა უნდა ბოლოს არაფერი არ გადაუღიათ მაგრამ მთელი storyline-ი გაწერეს რა ანუ ქარაქტერები დაადეველოპეს და ამას რეპეტიცია მეილებს უგზავნიდით ერთმანეთს რომ აი ძალიან გთხოვთ მოემზადეთ შემდეგ კვირაში ვიღებთ და ეს არის თქვენი რაღაცა სცენარი ეს არის და რაღაცა ანუ table readers და რაღაცებს აკეთებდნენ და მოკლედ ძალიან ფანი იყო როგორ ყვებოდნენ მთელ ამ პროცესზე რომ ანუ ადამიანებს იმდენად სწორდებოდათ ერთად ყოფნა და ამ კომედიის კეთება რომ კომედიის შიგნით ანუ კომედისეპშენი გააძრეს რა რომ ისიც კი არ ყოფნიდათ და ამ თავის კრეატიულ რაღაც აუთლეტს კიდე პარალელურად იმაში აკეთებდნენ რომ ეს ანუ არ ვიცი ამ პოდკასტის გამოსვლის მერე თუ ვინმე იმას იზამს კიდე დააბრუნებინებს მაგ სცენარს არა ეგრე არ ხდება სავარაუდოდ ჰოლივუდში მაგრამ აი ძალიან იმას გადი ვიფიქრე წარმოვიდგინე რომ რა მაგარი იქნებოდა რომ მართლა რომ გადაიღონ ეგ რაღაცნაირი უცნაური ნახევრად კომიკური ეს რა ქვია კარგი იქნება.
ხო და მაქედან დამებადა ეგეთი იდეა, რომ სერიალი რო იყოს, ოღონდ ყველა სერია იყოს მარტო ტრეილერი, ანუ პირველი 5 წუთი. ანუ ყველა სერია იყოს 5 წუთიანი, რომ აი რა მოხდა, სკაპ. და всё. იმიტომ რომ ანუ ამადაც ზოგადად ეს ერთი სკოდათ, ერთი სერია არ ქონდათ გადაღებული, ტრეილერი გადაიღეს მოკლედ ამ პილოტის თუ რაღაცის. და მაგას ვფიქრობდი, რომ რა მაგარი იქნება, რამდენად ბიუჯეტურად იაფია ქერექტერების დეველოპმენტი დაგჭირდება, ანუ ყველაზე მეტი ის უნდა ჩადო ქერექტერ დეველოპმენტში იდეაში მანდ რა და დანარჩენი სცენარი ძალიან სწრაფად წავა. ხო და არ ვიცი, თუ ის არის. მე მგონი მაინც არავინ არ არის გავკეთებელი არ არის და დავტოვებ ამას ეპიზოდში და იქნებ ვინმეს ინსპირაცია მოგივიდეთ. თუ რაღაცა უბრალოდ რა ვიცი, სადმე გვახსენეთ, რომ ჩვენი ინსპირაციით მოხდა ეს ყველაფერი და ჩვენი ინსპირაციაზე გამახსენდა კიდე ერთი რაღაცა და ემი პოლერის იმაზე რა და ნელ-ნელა მე მგონი დავასრულოთ, მე მგონი 2 საათია უგაროთ ლაპარაკობ. აქედან საათნახევარი მე. ხოდა ეს არა ქვია. ემი პოლერს სანამ ეს თავისი პოდკასტი ექნებოდა, მანამდე ქონდა პოდკასტი, რომელშიც იყო რაღაცა ქერექტერი, ვითომ იყო ფსიქოთერაპევტი. და იმპროვი იყო მთელი ის არა ქვია ეპიზოდები რა, ანუ ქერექტერებს აძლევდნენ სტუმრებს. და ვითომ წყვილების თერაპიას აკეთებდა და ანუ მინიმალური მოკლედ ინფორმაცია ქონდათ ამაზე რომ მათი ქერექტერები რა არიან და მე ამ ქერექტერებით ამ თერაპიას გადიოდნენ პოდკასტში და მაგაზე გამახსენდა რომ გახსოვს რომ პირველები ჩვენ ვიყავით მე მგონი საერთოდ ისტორიაში რომ ის იმპროვი გააკეთა პოდკასტში მახსოვს და ძალიან ისე შთაბეჭდილი ვიყავით ჩვენი თავებით და არც ისე ცუდი გამოვიდა მახსოვს და ძალიან საინტერესო იყო უბრალოდ ხო რაღაცები კარგი როგორ დავიხვეწებოდი თუ კი უეჭველი უბრალოდ ძალიან ბევრ ძალისხმევას მოითხოვდა და ისევ ის არის რთულია ძალიან მახსოვს რომ ანუ ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე მაგ ეპიზოდზე კი ეგეც და მე თან 3 time zone-ში უნდა შევკრებილიყავით და მთელი კიდე უფრო რთული იყო კი და თან ანუ მაგრამ იმის გაგონება ანუ ეგ პოდკასტი როგორ მაშინაც გამახსენდა ეგ და მე ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა რომ შენთვის მომეყოლა რომ ანუ იმის გაგონება რომ ჩვენ სადღაც აქ რაღაც იმაში საბურთალოზე ვიჯექით ნუ თქვენ იმაში რაღაც ლონდონში არ იყო მაშინ არა ლონდონში არ იყო ნიკო მაგრამ მოკლედ ბრიტანეთში იყო და შეიძლება მაგრამ ეს ქართველი ხალხი კაროჩე ვიჯექით რა ჯამში უმრავლესობა საბურთალოდა და შევქმენით ეგ იდეა რომელიც რავი ემი პოლერმა გააკეთა თავის პონჩი, ანუ ძალიან validated იყო ეგ ამბავი. და დრომოა და ის obscure რაღაც ისენი რო ევასებათ ხოლმე, ხო იცი, ნიშური იუმორი. ვიღაცა აღმოაჩენს მე მაგ პოდკასტს სადღაც ინტერნეტის კუთხე კუნჭულში და სად არის? უნდა მაი ან თუ არის კიდე სადმე შემორჩენილი და ეგ რეკორდინგი მაინც მგონი არის. იმიტომ რომ მე ამ publish-იან რამე ეგეთი არ გამიკეთებია და მოვიძიოთ ერთი იქნებ ისა ისმინება და მაინტერესოს რა გამოვა იქიდან შეიძლება სადმე მივჭროთ რამე და მე ერთი ერთმანეთს შორის ახლა გამახსენდა რომ მაგ ყავდა ძალიან კარგი ქერექტერი რომელიც სასაცილო არ გამომივიდა მაგრამ ქერექტერის backstory იყო ძალიან კარგი მეოთხე არველაძე რომელიც უნიჭო არის ყველაფერში აბსოლუტურად რა არც ფეხბურთი არ გაზრდის და არც იუმორი და არც storytelling-ი და არც არ იწვა მე აღარ მახსოვს რა ვიყავი, მაგრამ რაღაცა ყანწებზე რომ ხუმრობდით მახსოვს. ო ეგ შორის არის ცუდი ეპიზოდი, რაზე იყო ეგა? ხო, ეგ არის ცუდი. რაღაცა კულტურულ რაღაცას ვაკეთებდით, რაღაც იყო. ხო, რაღაცა მიწა იყო მე მგონი სისხლით გაჟღენთილი თუ რაღაცა ის თემა იყო. ქართული სტარტაპები იყო. ხო. კი ყანწი მაგადა. კაი იყო. ისე არა ვარ ცუდი ხალხი რე რაღაცა არ ვიცი მე რატო არა უბრალოდ რაღაც ის არის ჩავფიქრდი რა ამ ყველაფრის იმაზე
ანუ სხვა რეალობაში რომ ყოფილიყავით, ვიქნებოდით თუ არა, ანუ უეჭველი იუმორის სფეროში ვიქნებოდი ალბათ. ანუ რავი ხო, მე ჩემი პრაიმერი საფიქრალი ყოველთვის არის ეგ, თუ რამეს წერა რომ ვაკეთებ, მაგ პონჩი ვაკეთებ. მე ჭრარე, მე იმაზე ვფიქრობ, რომ მე მგონი თუ ოდესმე ბევრ ფულს ვიშოვი, უფრო მეტად გავაკეთებ ეგეთ რაღაცეებს. ხო და მე ანუ მოკლედ მაგაზე რომ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ანუ ეხლა რასაც ვაკეთებ, მაგითი არაბედნიერი არ ვარ რა, მაგაშიც არის ასევე საქმე. შესაბამისად, მე მგონია, რომ ალბათ მე უფრო პროდიუსინგის მიმართულებით წავიდოდი. და რაღაცა იმასთან რა ქვია იმ კაცკაცო Freaks and Geeks-ი და ყველაფერი. Lorne Michaels-ი აღფრთოვანებული ვარ. ხო, ჯად აპატოზე ვფიქრობდი. აი, Lorne Michaels-ი ან ჯად აპატო ვიქნებოდი ალბათ. და აი Lorne Michaels-ზე ზუსტად კიდე ერთი Amy Poehler-ის ის იყო რა ქვია ეპიზოდი იყო. ის ყავდა რა ქვია Will Forte, რომელიც აი ძალიან underrated არის, აი Danny McBride-ზე რო ლაპარაკობდით, Will Forte ასევე ერთ-ერთი ძალიან underrated ის არის რა ქვია მსახიობ იუმორისტ ყველაფერი, რომელიც აი ძალიან დასამუღამებელი კაცია და ეგ რაღაცას ლაპარაკობდა და ბევრჯერ ახსენა SNL-ში იყო ბევრი წელი და Lorne-ი ახსენა და აი ძალიან აღფრთოვანებული იყო Lorne-ის მენეჯერული სკილებით და პლუს ამ იუმორის ცოდნით და ეგრევე მან connection-ი ვიგრძენი და მე მგონი ანუ თლათ არასწორ გზას არ ვადგავარ მოკლედ რა მაგის თქვა მინდა ეს self reflection-ი გავაკეთე მაგაზე მე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ მოვიხარ შემე პროსტა ეხლა და კი და მე 2 საათი გავიდა და ხალხი მეგონი აღარ გვისმენს. კაი, აქამდე თუ გვისმინეთ მე კონდიციონერი მაქვს ჩართული და თავი ვენტილატორსაც ვინიავებ და მოკლედ ძალიან და თან დღეს ხელით მატარეს ორჯერ. ჩვენი ხო და აქამდე თუ გვისმინეთ აი კარგად დაიწყე შენ ესე იგი მოგწონთ რაც ვილაპარაკეთ და დაალაიქეთ დედა მოთხარო. ხო, აუ ეგ თავიდან უნდა სულ მავიწყდება, იმიტომ რომ ეგრევე მინდება ხოლმე რომ მაგაზე ველაპარაკო, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ეს პოდკასტები არის თქვენთან კომუნიკაციის ხერხი და არა ლაიქების და ვიუების, ნუ ძალიან მიხარია ეგეც, მაგრამ მაგის პრაიმერის არ არის. მაგრამ მაინც აქამდე თუ გვისმინეთ, მოკლედ გამოგვეხმაურეთ, ის ვოისებიც გამოგვიგზავნეთ, თქვენი აზრები და კომენტარეთ, დისკუსიაში შემოდით, გაგვიზიარეთ ზოგადად ქართულ იუმორის ირგვლივ თქვენი მოსაზრებები, განსაკუთრებით თუ იუმორთან ახლოს განავალი ხალხი მოყვარული, რავი, ნებისმიერ ფორმატში შემფასებელი იქნება თუ შემსრულებელი ხართ და ვილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მაგაზე ძირითადად ძალიან ბევრს და ვიბონდებით და ვილაპარაკობთ და საბა აგერ დაითუთქა. მაგრამ აი ხალხი გამოვაცხადო ეგ რომ აქამდე ვინც გვისმინათ ან ის იმათვის კიდე უფრო ის შეიძლება არ ვიცი მაგრამ ნუ თუ ვინმე აპირებთ რომ რამე იმოღვაწეოთ იუმორში სტენდაპი იქნება ეს თუ რამე სცენარის დაწერა იქნება whatever რაც უნდა იყოს დიდი სიამოვნებით გეურთიერთებით მაგ თემაზე coaching-ის ამბავში რა უფასოდ და ყველანაირი ანგარების გარეშე ანუ ძალიან 1-2 ადამიანმა ვისაც უნდა და სტენდაპერობა რაღაცა რჩევები რომ მკითხეს 3 დღე ვერ გამაჩერეს კაროჩე იმდენი ვილაპარაკე რა ხო დაბლოკილიყავ ხარ ხო ხო მე მგონი გამოვადექი იმ ხალხს და თან ახლა არ ვიცი იუმორში ჩემი აზრით მეთქმის სიტყვა და შესაბამისად თუ ვინმეს მაგ თემაზე ლაპარაკი coaching-ი ან რჩევები დაგჭირდებათ სიამოვნებით დაგიცნობთ დროს და ენერგიას და ნიჭს რა თქმა უნდა მე თუ შეიძლება არ შემეხმიანოთ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს და დაკავებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ეგეთ რაღაცებში და ეგრევე ვინთები, მაგაზე ეგრევე შთაგონება და კრეატივი მომდის, მე არ შემეხმიანოს. მადლობა. ოღონდ აქვე იმას აღნიშნავ, რომ არ შემოგეწილებით არაფერ იდეებში და იმაში კოლაბორაციას არ გთავაზობთ, იმენა coaching გთავაზობთ. ოღონდ ისე არა რა ქვია. ხო იცი ქართველი კოუჩი პავლე მგელაძის ამბავში არა ჯიგრულად რა. ოკეი. სუპერ, ეგეთ ჯიგრულად შევა ხოლმე რაღაცას.
ანუ ჯიგრულ პონჩი ამ ქართულ ჯიგრულ საბა დაგაქოუჩებთ ქართულ ჯიგრულ პონჩი. კაი, ქართულ ჯიგრულ იუმორში. ძალიან მომნატრებია საუბარი, ამ თემებზეც საუბარი. გვისმინეთ ყველგან, გვალაიქეთ ყველგან, გვაზიარეთ და გვემეგობრეთ. აბა, სულ კარგად მეყოლეთ, საბა ჩამოვა ევროპაში. Sure. So, Tisha. Bye.